არა, სანამ არ შესრულდება ჩვენი სამი ის მოთხოვნა, რომელსაც არ ჭირდება მუშაჯგუფი გაწელვა და კანონმდებლობაში ცვლილება, მანამდე ჩვენ უაზრო ლაღმობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. შეწყვეტილი დიალოგი ოპოზიციის ეროვნული საბჭო უარს ამბობს მოლაპარაკებები გააგრძელოს უმრავლესობასთან. ჩვენ გვეგონა რომ უფრო გონიერებას გამოიჩენდნენ და უფრო გამოიყენებდნენ ამ შანსს, მოლაპარაკების შანსს, რათა ყველაფერი დამთავრებულიყო მხოლოდ ერთდღიანი აქციით. რომელიმე პოლიტიკურ ლიდერმა განადასტყიტა, რომ დატოვოს მოლაპარაკებები და დიალოგზე უარი თქვას, ეს არის უკიდურესად არასერიოზული მათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც აზიანებს საბოლოო ჯამში შედეგებს ამ მოლაპარაკებებში. ერთიანი საბჭოს გადაწყვეტილებას დიალოგის შეწყვეტაზე არ უერთდებიან ახალი მემარჯვენეები და მრეწველები. ეროვნულ საბჭოს თუკი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებდა, რაიმე კონსულტაცია ჩვენთან არ გაუმართავს. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ თავდაპირველი მოლაპარაკებისა, როდესაც დავთქვით ვადოთ 15 თებერვალი. დაიწყება თუ არა 15 თებერვლიდან ფართო მასშტაბიანი აქციები, ოპოზიციის ულტიმატუმი თუ ხელისუფლების მიზეზით ჩიხში შესული მოლაპარაკება მუქარა კარვების დადგმაზე. საჭირო იქნება კარვებსაც გავწვით. ალბათ მაღალი ალბათობით კარვებიც გაიშლება. შემნახოთ. დღეს 11 თებერვალია, გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან 3 დღეში ოპოზიციის მიერ დასახელებულ ყველა პატიმარს და თანამდებობიდან თამარ კინწურაშვილს და ლევან თარხნიშვილს. დღეს პრაიმ ტაიმში ერთმანეთის პირისპირ წარმოგიდგენთ ყობა დავითაშვილს, პავლე კუბლაშვილს, ფიქრია ჩიხრაძეს და დავით ტყეშელაშვილს. დებატები თემაზე შეწყვეტილი დიალოგი და მოსალოდნელი კარვები. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას. TBC სტუდია და ანალიტიკური ჯგუფი პრაიმ ტაიმი წარმოგიდგენთ პოლიტიკურ ток-შოუს თავარი თემებითა და მთავარი პოლიტიკური გმირებით. ოპოზიცია კარის გაჯახუნებას და ახალი ლოზუნგები და ულტიმატუმით საუბარს ამჯობინებს, რაც არასერიოზული საქციელია. ასეთი შეფასებები მიეცა უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციის გადაწყვეტილებას დიალოგის შეწყვეტაზე. მიდიხართ თუ არა 15 თებერვლის საპროტესტო აქციაზე. ეს იქნება დღეს ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. ჩაერთეთ ინტერაქტივში და გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრება SMS-ებით 1011-ზე. როგორ ფიქრობთ, რა განწყობაა საზოგადოებაში და არის თუ არა მოსალოდნელი საპროტესტო ტალღის ხელახლა აგორება? თუ საჭირო იქნება კარვებსაც გავშლით ოპოზიციის ეს მუქარა დღეს ჯონდი ბაღათურიამ გაახმოვანა. თუ ხელისუფლება უალტერნატივოდ არ შეასრულებს ერთიანი ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს თანამდებობიდან არ გაუშვებს, თუ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ოპოზიცია აღარ აპირებს დიალოგის განახლებას. ნინო ბურჯანაძესთან ხვალინდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ მხოლოდ ახლები და მრეწველები შევლენ. დროის გაყვანის პოლიტიკა ასიაფასებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს და 15 თებერვლის საპროტესტო მიტინგისთვის ემზადება. თუ გაინტერესებთ, რატომ აიღო საკუთარ თავზე დიალოგის შეწყვეტაზე განცხადების გაკეთება პირველმა ყობა დავითაშვილმა, თუ გაინტერესებთ, რატომ დაირღვა დათქმული ვადა და რატომ გადადის დიალოგი ისევ ქუჩაში, თუ გაინტერესებთ, რა გეგმა აქვს და რისი იმედი ოპოზიციას და რა კონტრგეგმას უხვედრებს ხელისუფლება, თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რას ელოდებიან 15 თებერვლიდან პოლიტიკოსები. მოусმინეთ დღეს დებატებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სტუდიაში წარმოგიდგენთ ხალხის პარტიის თავმჯდომარეს ყობა დავითაშვილს. საღამომშვიდობისა ბატონო ყობა. უმრავლესობიდან მძიმე მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილე ბატონ პავლე კუბლაშვილს, რომელსაც ასევე მივესალმები. საღამომშვიდობისა, როგორ ჯანდებით. დავით ტყეშელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში. საღამომშვიდობის და ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი. სავარაუდოდ თქვენ იქნებით მრეწველებთან ერთად ის გამონაკლისი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ კონსულტაციებში. ქალბატონი ფიქრია, ხო დაბრძანდეთ აქვე, მე მივესალმები ჩვენს დარბაზს. ძალიან საინტერესო დარბაზია, როგორც ხედავ. საღამომშვიდობის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. გადაცემაში ვიდრე მე დავსვავ პირველ შეკითხვას ჩვენ სტუმრებთან, მინდა რამაზ საყვარელიძესთან გადავიდე. ასეთი შეკითხვით, ბატონო რამაზ, თუ შეიძლება, კითხვა მექნება ასეთი, როგორ ფიქრობ დღეს რა განწყობაა საზოგადოებაში და როდესაც არის თქვათ მუქარა ოპოზიციის მხრიდან, რომ თუ კი არ მოხდება ამ 3 დღეში კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება, დაიწყება ფართო მასშტაბიანი აქციები, გავა თუ არა თუნდაც იგივე რაოდენობით ადამიანი ქუჩაში, რაც ჩვენ ვნახეთ ნოემბრის დღეებში. ნუ თუ პროგნოზს ჩვეულებრივ ავალგებთ წარსულ გამოცდილებაზე, ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა მიტინგზე უფრო მეტი გამოვიდა ვიდრე ადრინდელზე. ნახეთ ისიც, რომ გარკვეული თვალსაზრისით მიტინგების სიდიდე, ხალხის რაოდენობა მოულოდნელი იყო თვითონ ოპოზიციისთვისაც, ვინაიდან
ოპოზიცია არ იყო ამ რაოდენობის ორგანიზატორი. თვითონ ხალხი მოდიოდა. დიახ. და ეს პროცესი, რომ ხალხია აქტიური, დაეწყო ოპოზიციასაც ნოემბრიდან მოყოლებული მისი რადიკალიზმი ზუსტად ხალხის მოთხოვნების რადიკალიზმის მიხედვით იცვლება. ანუ ამ შემთხვევაში ხალხი მართავს ოპოზიციას. ხალხი არ მალავს, მე მგონი არც ოპოზიცია, რომ ისინი გამტარები ვართო, რამოდენიმე ასეთ ფრაზას გაისმა. ისე რომ ობიექტურად თუ შევაფასებ სიტუაციას, ოპოზიცია არის მხოლოდ რაღაცა ერთი რგოლი იმ პროცესში, რომელსაც დღეს ოპოზიციონერობა ქვია. ოპოზიცია ძირითადად ოპოზიციას წარმოადგენს ხალხის დიდი რაოდენობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში. და ამ მოსახლეობის დიდ ნაწილს მოუნდება გამოსვლა ქუჩაში თუ არა, ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე უკვე ხელისუფლების. კარგით. მოდით მოვუსმინოთ ხელისუფლებას. მე დავიწყებ რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან. ბატონო დავით, კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი დიალოგის მაგიდიდან პროცესები უკვე გადადის ქუჩაში. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებენ, ხელახლა დაიწყება ფართომასშტაბიანი აქციები. მე მაინტერესებს, რამდენად არის მზადყოფნაში ხელისუფლება, ახალი მთავრობა, რომელიც ახლახანს დაამტკიცეს, შეუდგა მუშაობას და ამ დროს შესაძლებელია სამ დღეში დაიწყოს ძალიან დიდი მიტინგები. რამდენად ხართ მზად ამისთვის და როგორ აფასებთ სახელმწიფო კანცელარიიდან იმ პროცესებს, რაც ქუჩაში გადადის? პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩვენ მუშაობთ იმის მიუხედავად რა აქციები იმართება ქუჩაში. ჩვენი ამოცანა რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასცა არჩევნების წინ. მე ამის დეტალიზებას არ მოყვები, მაგრამ მე რჩება შტაბ-ჭრება და ნება მომეცით რომ ზოგადი შეფასება გავაკეთო არსებული ვითარების, აი ბოლო დღეებში განსაკუთრებით განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა ერთი რამე, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის ქუჩიდან პროცესების მართვა. ჩვენი ამოცანა არის მაგიდის ირგვლივ დიალოგის ფორმატში გადაწყვეტილებების მიღება. მე ჩემ პირად ასე მოგახსენებთ უბრალოდ, მე რჩება შტაბ-ჭრება ასეთი, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მინიმუმ მიხვდა, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება მართლა წავიდეს რეალურ დათმობებზე, რეალურ კომპრომისებზე იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც იქნა წარმოდგენილი რამოდენიმე ხნის წინ. და მან სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია ოპოზიციის რიგებში. ეს გახლავთ ჩემი კიდევ ერთხელ მეორე პირადი შტაბ-ჭრება და ამიტომ საჭირო გახდა სწრაფად ესე ვთქვათ ვექტორების შეცვლა, იმიტომ რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებით ჩვენ უკვე გვესმის სხვა საკითხები, რომელიც საერთოდ არ არის მემორანდუმის ჩამონათვალში. ამიტომ დიალოგის კარი ბუნებრივი არის ღია და ჩვენ ვაპირებთ დიალოგის გაგრძელებას, მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას იმისათვის, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგები, თუნდაც იმ საკითხებზე, რომელიც არის მემორანდუმში ჩამოთვლილი და მე აღარ დავასახელებ, ხა ჩამოთვლას არ დავიწყებ. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, ვინც მონაწილეობდა ამ დისკუსიებში და შეხვედრებში ქალბატონ ნინო ბურჯანელთან, რომ საკითხების დიდ ნაწილზე არის ძალიან კონკრეტული შეთანხმებები მიღწეული. ძალიან დიდი მადლობა. მოდით მოусმინოთ კობა დავითაშვილს. კობა დავითაშვილი იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც გაახმოვანა აი ამ დიალოგის შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციის ერთიანი საბჭოს გადაწყვეტილება. თავის დროზე პირველ დღეს ამან გამოიწვია როგორც ამბენ ერთგვარი დაბნეულობაც თითქოს, რამდენად იყო ან არ იყო თქვა საბჭო ამაზე ინფორმირებული, ამას არ გეკითხებით. მე მაინტერესებს ბატონო კობა, როდესაც თქვა სახელმწიფო მინისტრისგან ისმენთ აი ამგვარ შეფასებას. აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უფლება ახსნას ასე სწორედ თქვენი გადაწყვეტილება, რომ სპეციალურად გადადის რაღაც სხვა რეჟიმში, თორემ დიალოგი მიდიოდა და ჩვენ შეგვეშინდა რომ დაგვითმობდე რაღაცას და ამიტომ ავრიეთ სიტუაცია. ასე ფიქრობს ხელისუფლება, დიახ. ძალიან უცნაურია ეს, ეგრე როდესაც მხარეს ეშინია რომ მას რაღაცას დაუთმობენ. ასეთ რამ პირველად მესმის. ნებისმიერი ლაპარაკება მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგის მიღწევას. შედეგები უნდა გამოიხატოს გადაწყვეტილებებში და გადაწყვეტილებები და შეთანხმებები უნდა სრულდებოდეს. მე მგონი ამაზე არავინ არ კამათობს. ეს არის ძირითადი პრინციპი ნებისმიერი დიალოგის. დავიწყოთ იქიდან რომ მე ვეთანხმები ბატონო ამას, ხალხის განწყობა ბევრად უფრო რადიკალურია ვიდრე თუნდაც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის. 2 ნოემბრიდან დღემდე საზოგადოება დაჟინებით მოითხოვდა ჩვენგან ხელისუფლების შეცვლას იმ დღესვე, როდესაც იქრიბებოდა ის 100 თუ 200.000 ადამიანი. ანუ ფაქტობრივად ახალი რევოლუციის მოწყობას. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ აი ერთმა რევოლუციამ რომ არ გაამართლა, არ ვარგა მეორე რევოლუცია, ამიტომ ჩვენ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციური გზით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება.
მაგრამ ჩატარდა 5 იანვარი და ჩვენ ნახეთ სიყალბე და ძალადობა უბნებზე და ეს ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის EUTO-ს დასკვნა, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, რომელიც ეხება რა მოხდა 8 საათის შემდეგ უბნებზე. მე ჩემ პოზიციას არ გამოხდა EUTO-ს დასკვნაში ისეთი რამ წერია, რომელიც მე არ მახსოვს არც ერთ დასკვნაში, არც 2003 წლის ნოემბრის წინ. ამ ფონზე ხალხი არის შეურაცხყოფილი და პირდაპირ მე არ დამემალია და ვთქვი, ხალხს არ მოსწონს ნებისმიერი მოლაპარაკების პროცესიც კი. იმიტომ რომ იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც ის არ ცნობს და არ ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩეულად სააკაშვილთან, მიაჩნია საზოგადოებას, რომ მოლაპარაკება საერთოდ არ უნდა წარმოიქმნას. გაგი პროტესტებს თქვენმა მხარდამჭერებმა გითხრათ ვინმე რომ არ უნდა დასხდეთ ძალიან ხშირად მოგვისმენია ასეთი აზრი საზოგადოებისგან. ამის მიუხედავად ჩვენ წავედით კეთილი ნების ნაბიჯზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მშვიდობიანად განვითარდეს პოლიტიკური პროცესები. შედგა ორი შეხვედრა. პირველი შეხვედრა გავაცანით, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მეორე მხარეს ჩვენი პოზიციები და მეორეზე უკვე მოველოდით კონკრეტულ შეთანხმებას. შეთანხმებები მართლაც შედგა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ეს შეთანხმებები არ შესრულდა. და ჩვენი ულტიმატუმი არ შეიძლება ეწოდოს პროცესს. ულტიმატუმი არის პროცესი, როდესაც ჩვენ წაუყენებთ მოთხოვნას მეორე მხარეს და ეუბნები თუ არ შეასრულებ, მაშინ მე ამას ვიზამ და ამას. მაგრამ როდესაც შენ და ის შეთანხმდებით და მე მეორე მხარე არ ღვევს შეთანხმებას და შენ მოითხოვ ამ შეთანხმების შესრულებას, ამას ულტიმატუმი არ ქვია, ამას ქვია სიტყვის შესრულების მოთხოვნა. კარგით, გავაგრძელებ საუბარს რამდენიმე წუთში ამ კონკრეტულ შეთანხმებებზე. პავლე კუბლაშვილს მინდა დაუსვა კითხვა. თქვენი განცხადება იყო, მე წავიკითხავ ამას, მაშინ როცა მოლაპარაკებები კომპრომისამდე მიდიოდა, ოპოზიცია კარის გაჯახუნებას ამჯობინებს და ულტიმატუმი და ახალი ლოზუნგებით გამოდის, რაც არასერიოზული საქციელიაო. რატომ ესეთი მწვავე შეფასება? ყოველთვის ისეთი დელიკატურობით გამორჩეული პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ არასერიოზულია ოპოზიცია. ამ დროს ეს ადამიანები სხედან და ამბობენ, რომ არ აკმაყოფილებს ხელისუფლება მათ მოთხოვნებს, რომ ხელოვნურად ხდება პროცესის გაწელვა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო საქმე იმაშია, რომ მეც მონაწილეობდი ამ ჯგუფის შეხვედრებში, სადაც იყო მსჯელობა ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მემორანდუმში არის წარმოდგენილი და მე ვხედავდი, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში მართლაც იყო ძალიან კონსტრუქციული საუბარი, იყო საუბარი იმაზე, რომ ურთიერთ კომპრომისების გზით ჩვენი პოზიციები დაახლოებული იყო ყველა საკითხთან მიმართებაში და მიგვიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, რომ დიალოგი არ ნიშნავს ერთ რაღაც კონკრეტულ დღეს, სადაც საკითხი თავდება, ან საკითხი საბოლოოდ ხდება. დიალოგი არის პროცესი, რომელიც არ იქნება ხანგრძლივი და არ არის ხანგრძლივი, მაგრამ რომლის განმავლობაშიც მხარეებმა უნდა შეინარჩუნონ ეს კონსტრუქციულობა. ჩემთვის მართლაც იყო მოულოდნელობა განცხადება იმის თაობაზე, რომ დიალოგს არ მოაქვს კონკრეტული შედეგები. მოულოდნელობა იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ არ მოხდებოდა რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, შემდეგ შეხვედრაზე ჩვენი ოპონენტები არ გამოცხადდებოდნენ, მით უმეტეს რომ ბოლო შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ შემდეგ შეხვედრა გაიმართება სამშაბათს, ანუ ხვალ, ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, სადაც ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია მემორანდუმში, ჩვენს მიერ იქნებოდა კონკრეტული ჩვენი პოზიცია გაჟღერებული. ანუ ის სამი ძირითადი მოთხოვნა, ბატონო პავლე, რომ დამიკონკრეტოთ და ქალბატონ ფიქრიასთან უნდა დავსვა შემდეგი შეკითხვა. სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც არის ამ დღეებში საუბარი, ხვალ რომ ისინი შემოსულიყვნენ მოლაპარაკებაზე, თქვენ ამ მოთხოვნას შეასრულებდი? ჩვენ მქონდა თარხნიშვილი, კინწურაშვილი და პატიმრების გათავისუფლება. არც ბატონი თარხნიშვილის საკითხი, არც ქალბატონი კინწურაშვილის საკითხი მემორანდუმის თემას არ შეეხება, რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საკითხს ამასთან მიმართებაში მე მგონი სამუშაო ჯგუფში იყო შეხვედრები და ბატონი კახა კუკავა ესწრებოდა ამ შეხვედრას ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ აქაც კონკრეტული ნაბიჯები იქმნებოდა. ყველა ამ თემასთან მიმართებაში ხვალ ჩვენ გვექნებოდა საშუალება, რომ გვესაუბრა უფრო კონკრეტულად. თუ ჩვენ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მათი მხრიდან სისუსტეა ის, რომ საუბრობენ ხელისუფლებასთან, თუ მიაჩნიათ, რომ ხალხი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რა შეიძლება ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ქართველის განწყობა არ არის იმისაკენ, რომ დიალოგი ჩაიშალოს და არ მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები. პირიქით, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ალბათ ფიქრობს იმაზე, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს სწორედ კომპრომისების და პოლიტიკური შეთანხმებების გზით. მე ქალბატონ ფიქრიას დავსვა 2 წუთში შეკითხვას. კახა კუკავა ახსენა ეხა, რომელიც მოლაპარაკებებში იყო ჩართული, ბატონი კახა დარბაშიძის. ერთი კითხვა ბატონო დათო მანამდე, ვიდრე მის კომენტარს მოვისმენთ. ხალხი არის რადიკალურად განწყობილი. განცხადება, რომელიც ეხა ბატონმა კობამ გააკეთა. რა სიტყვით თქვენ? მე უფრო ბატონი რამაზის მოსაზრებას შევეხმიანებოდი, როდესაც
საუბრობთ რადიკალიზაციაზე პრაქტიკულად პროცესის. მთავარი ამოცანა რომ გავაანალიზოთ რა მოხდება ამას შედეგობრივად. რას? აქ ისმის ძალიან ბევრი კითხვა. გაცრავად მე ვისმენდი ერთ-ერთი ოპოზიციონერის გამოსვლას, რომელიც საუბრობდა კაროების დადგმაზე ქალაქში. ჩვენ არც ერთხელ არ გავიკეთებია და არ გავაკეთებთ ამას და არ დაუძახებთ ჩვენს მომხრეებს ქუჩაში. ამას არ გავაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობები რეალურად არსებობს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი არ გადავიყვანოთ დაპირისპირებაში. კი, მაგრამ თქვენ ხო დაუძახეთო თავის დროზე, ამას გეუბნებათ ყოველთვის თქვენი ნებისმიერი ოპონენტი. როცა საუბრობთ არჩევნების, მით უმეტეს თუ გნებავთ, დავამთავრებ ამ ჩემას და მე არჩევნების შეფასებაზეც გეტყვით, რომ მთელი ამ პროცესის შედეგი იქნება უბედურება, რომელსაც ეს ქვეყანა ნამდვილად ვერ გადაიტანს. კარგით, ამაზე კომენტარს მოვისმენთ. მეორე აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ არჩევნების შედეგების შეფასებაზე ვსაუბრობ, გობა საუბრობდა 2003 წლის არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით ამ არჩევნებთან გამოქვეყნებული EUTOS დასკვნას და შემდეგ. მე ვიცნობ ერთ დასკვნასაც და მეორე დასკვნასაც. აი პირველი დასკვნის შემთხვევაში შემიძლია ცალსახად თქვა, რომ იქ რაიმე იმ ტიპის შეფასებები კი არ იყო, როგორც EUTOS შემთხვევაში არის, თქვა, რომ ხმების დათვლა ამ ფორმით. იქ საუბარია იმაზე, რომ ტოტალურად 100%-ით პრაქტიკულად და თქვენ დამერწმუნებით, რომ სწორედ ესე იყო, მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება. გულისხმობ 2003 წელს. რამაც გამოიყვანა შედეგად შესაბამისად დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო, მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება, ასე წერია იმ დასკვნაში. არა, ესე ფორმულება ინტერესის გულისთვის რატო არ მოხდა, რომ EUTOS მაშინდელი დასკვნა და ახლანდელი დასკვნა შეადაროს ერთმანეთს. შევადაროთ მართლაც ჟურნალისტებს. კი ბატონო, მე სიამოვნებით დაუთმობ ერთ-ერთ გადაცემას და მოგიწევთ მონაწილეობის მისაღებად. ერთი წუთი ახლანდელი შეფასებები, მაშინაც იყო ლაპარაკი, რომ ძალიან ცუდად ჩატარდა არჩევნები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნები უკეთესად ჩატარდეს. ეხაც არის ლაპარაკი, რომ ძალიან ცუდად ჩატარდა არჩევნები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უკეთესად. მე შეგახსენებთ უბრალოდ მე აღარ მოვიყვან ციტირებას არ გავაკეთებ სახელმწიფო დეპარტამენტის ან ევროკავშირის და შემდეგ განცხადებების 2003 წელს გულისხმობ, მაგრამ იყო ძალიან ნათლად და კონკრეტულად ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა. მე პროცენტებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ გაყალბდა როგორც ასეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთ შედეგებთან არ გვაქვს. ბატონო, ეხავე მოგცემ სიტყვას, თუ შეიძლება მე კახა კუკავას მინდა დაუსვა კითხვა. ბატონო კახა, ორი დღეა ამ კომენტარებს ვისმენთ, რომ ის სამი მოთხოვნა, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს ოპოზიცია. ანუ იგივე კინწურაშვილი, თარხნიშვილი, კიდევ ერთხელ გავიმეორე პატიმრების გათავისუფლება. ეხლაც გაიმეორა ბატონმა პავლემ, რომ ეს არ იყო მემორანდუმში შესულიო. გამეცით პასუხი ამ კითხვაზე, იყო თუ არა? ხალბატონო ინგა, ჩემი დაწერილია ეს მემორანდუმი და შემიძლია პუნქტების ნომრებით ჩამოგითვალოთ, რომელი მოთხოვნა, რომელი საკითხი არის. არა, ნომრებით არ გვინდა, იყო თუ არა? მეგონი ბატონი პალიკოც არ ვიყოს. პალიკო, პატიმრების დაუყოვნებელი გათავისუფლება მემორანდუმში არ იყო? პატიმრებთან დაკავშირებით არ მithქვავს, ბატონო კახა და კი ბატონო. ანუ შემდეგ საკითხთან დაკავშირებით. არა, ჩემი კომენტარი იყო. შესაძლებელია მე ვერ გავიგე, ანუ თარხნიშვილზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის თარხნიშვილთან დაკავშირებით, ხალბატონო ინგა, ჩვენი მოთხოვნა არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის შეთანხმების წესით დანიშვნა. ლოგიკურად გულისხმობს თუ არა ეს, რომ ძველმა თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს დატოვოს პოსტი. მეორე მოთხოვნაც არის შეიძლება რომ კი, უპასუხეთ და ხალბატონი ფიქრია შემდეგ. ეს ამაში არა, რა გამოდის, ანუ სიტყვები თამაში იყო მთელი ეს მემორანდუმის ტექსტი შინაარსობრივად. შემიძლია გითხრათ, რადგანაც ჩვენ გქონდა ერთი შეთანხმება, რომელიც სხვათა შორის არ იყო ჩვენი ინიციატივა, ეს იყო ხელისუფლების თხოვნა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესს არ შეშლოს ხელი, ჩვენ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ვიცავდით კონფიდენციალობას. რაც შეეხება მესამე საკითხს, ახლა ხალბატონი კინწურაშვილის თანამდებობის დატოვების საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებით არათუ შეთანხმება არ იყო, არამედ დეტალურად იყო გაწერილი პროცედურა, პალიკო ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა და მე მგონი არ უარყოფს. რომელ საათზე ვის უნდა დაერეკა თქვენი მართული პარტიის მხრიდან და ვის უნდა გაერკვია კინწურაშვილი რომელ საათზე გააკეთებდა განცხადებას. მოგვიხევით რა, ესეთი დეტალები ყოველთვის მაინდა ვის უნდა დაერეკა და როგორ უნდა დაერეკა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შევქმნიდა ჩვენ რომ განცხადებას ხელნაწერს ბატონი კობას თხოვნა იყოს და მე მგონი კობას ახსოვს, მოგვიტანდა და გვანახებდა რომ მან დატოვა თავმჯდომარე. შემდგომ იყო პრობლემა რომ პარასკევს ვერ შეხვდნენ, შაბათს ტელეფონზე არ პასუხობდნენ, კვირას ქალაქიდან იყო გასული, მე დღესაც თქვენ ეთერში წამოსვლამდე რამდენი
რამდენიმე წუთით ადრე. კიდევ ერთხელ სამივე ამ საკითხთან დაკავშირებით შევეხმიანე ხელისუფლების წარმომადგენლებს და გავარკვიე, ხო არ არის შემთხვევით რომელიმე ამ სამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული რაიმე პროგრესი. სამწუხაროდ პროგრესი არ არის, ამიტომ ძალიან საწყენი არის, როდესაც უკვე მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ხდება პოზიციების გადასვლა. დიდი მადლობა. ალბათ ჩვენი შეცდომა იყო, მე ინგა დავასრულებ, როდესაც თავიდანვე საჯარო არ გავხადეთ ეს პროცესი. აწი ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკებების კარს მიღას შესვლამდე და იმ კარს მიღმა იქიდან გამოსვლისთანავე საზოგადოების ინფორმირება, რაზე ვლაპარაკობთ და რაზე შევთანხმდით. სულ ამას გეხვეწებით ხოლმე ყველას ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. მე შევასრულეთ თქვენი თხოვნა და მოგიყევით ყველაფერი. თუ კი იყო რაიმე დაფარული, ილაპარაკეთ, ისაუბრეთ ყოველთვის გულწრფელად გახსნილი ნებისმიერი საკითხი, რა სიტყვით? ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად მეც, რომ რაც შეეხება თვითონ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჩვენ მქონდა შეთანხმება, რომ გარკვეული დეტალები ყოფილიყო ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ჩვენ შორის დარჩენილიყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული ბატონ კახასაც ემახსოვრება და ბატონ კობასაც ემახსოვრება, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია, რომ ყველა ამ თემასთან დაკავშირებით ერთად იქნებოდა პასუხი გაცემული. ჩვენი მხრიდან ამბობთ ბატონ ბალკო ვის გულისხმობ. თავისუფლების ინსტიტუტის დაჯგუფებას თუ მთლიანად ურავლესობას დააზუსტეთ. ეს ცინიკური ჩართვა. არა, ცინიკური არ არის. სხვა დროისთვის გადავდოთ და იქ დავასრულოთ ჩემი საუბარი. რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, ჩვენ იქაც დავაფიქსირეთ და არაერთხელ, რომ ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვექნებოდა ერთად ყველა შეთანხმებაზე ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული სამშაბათს კალბატონ ბურჯანაძესთან შეხვედრა. გამიმხილეთ რა, ძალიან გთხოვთ, ხვალ იქნებოდა თუ არა გადაწყვეტილი ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ხვალ შეხვედრაზე იქნება, თუ ბატონები მოგზანდებიან, იქნება გაჟღერებული და ჩვენი პოზიცია იქნება ნათელი. მაგრამ ეს ჩვენ ვაკვირდებით სხვა პროცესს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს ადამიანები დიალოგს არ მართავენ არა იმ მიზნით, რომ მიიღონ რაღაც შედეგები, არამედ იმ მიზნით, რომ წარმოაჩინონ თითქოს უფრო ძლიერები არიან ვინმეზე. ეს არ არის ჩვენ არა ვართ ხალხის გმირები, რომ აი ერთი ბარტყი გადმომიგდე და მეორე და თორემ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოს პასუხისმგებლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დიალოგი მიიყვანოს ბოლომდე, არ გაწყვიტოს შუა გზაზე და მიიყვანოს იქამდე, რომ შეთანხმებები იყოს მიღწეული. დიდი მადლობა. შეთანხმებები არ ხერხდება, ამის შემდეგ შეუძლია ბუნებრივია. ბატონ კობა, მოგცემთ სიტყვას, დღეს გვაქვს მხოლოდ ერთი თემა, დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ. მე ქალბატონ ფიქრია სპეციალურად ყველაზე ბოლოსთვის შემოვინახე ეს კითხვა. თქვენ ისმენთ ამ ყველაფერს, ამბობთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებით, მაგრამ არ უერთდებით მათ გადაწყვეტილებას დიალოგის შეწყვეტაზე. ესეც იყო ერთგვარი უცნაურობა ახალი მემარჯვენეების მხრიდან. რა სიტყვით, ქალბატონო ფიქრია, ხვალ თქვენ შეხოთ ნინო ბურჯანაძესთან მოლაპარაკებებზე. ეხლა ბატონი პავლე ამბობდა, რომ ხვალ იქნებოდაო საბოლოოდ გადაწყვეტილება გაცხადებული. მოდით, არავითარი უცნაურობა ჩვენს გადაწყვეტილებაში არ ყოფილა. და მე მგონი ისეთი ტრაგიკული ვითარება არ არის დღეს შექმნილი, რომ თუ ვინმეს რაიმეს გადაწყვეტა უნდა, ამის გადაწყვეტის შესაძლებლობები არ იყოს დარჩენილ დროში მოსახერხებელი. ჩვენ, როდესაც მემორანდუმი შევიმუშავეთ ერთობლივად, ჩვენ როგორც ამ მემორანდუმზე ხელმომწერმა ერთ-ერთმა სუბიექტმა მოვილაპარაკეთ იმის თაობაზეც, რომ 15 თებერვალს გაიმართებოდა ასე ვთქვათ, დიდი აქცია, მანიფესტაცია თბილისის ქუჩებში, რუსთაველის გამზირზე კონკრეტულად. ამის თაობაზე ინფორმირებული გახდათ ხელისუფლებასაც, რომ გარკვეული ვადა ითქმებოდა იმ პრობლემების ერთმანეთში გასაცნობად, მოსათელად და შესაბამისად გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად ამ ვადისათვის. ჩვენ ვთქვით, რომ ერთგული ვრჩებით იმისა, რომ 15 თებერვალამდე ბოლომდე მივიყვანთ ამ ვადას, დიალოგს, ამოვწურავთ, შეიძლება ითქვას ამ შესაძლებლობას, რომ მე არ იყოს სალაპარაკო ის, რომ ოპოზიციამ კარი მოუხურა დიალოგს და ამიტომ ხელისუფლება აღარ იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ამის გარკვეული ნოტები მესმის, მაგრამ იმედია დაგვიდასტურებენ ჩვენი წარმომადგენლები ხელისუფლებისაგან, რომ თუ ისინი მზად არიან მხოლოდ იმიტომ რჩებით, რომ ხელისუფლებამ ეს არ თქვას თქვენზე, თუ იმიტომ რომ არ ეთანხმებით თქვა შეწყვეტას ბოიკოტის. 4 დღეა დარჩენილი. ეხლა ეს 4 დღე მე არ ამგონია, რომ რაღაცა ფატალური შედეგის მომდანი შეიძლება იყოს ვინმესთვის, ვინც ამაში მონაწილეობს, ან ვინც ამაში არ მონაწილეობს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ხელისუფლებას უნდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ამ ნაბიჯების გადასადგმელად არსებობს დრო. მე კობად ამეთანხმება, რომ ის სამი საკითხი არ არის ქვაკუთხედის საკითხები, ისინი არის უბრალოდ დროში, უფრო იოლად გადასაწყვეტი საკითხები, რადგანაც არის ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მოითხოვს უფრო რთულ პროცედურებს
აბსოლუტურებს დროში განხორციელების თვალსაზრისით ზოგს საკანონმდებლო ინიციატივა ჭირდება და ზოგს ასე შემდგომ. მე არ მგონია რომ რომელიმე ამ საკითხზე ნაკლები საკითხი იყოს თქვათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სხვა კომისიების პარიტეტული დაკომპლექტების წესი, რომელიც აქილევსის ხუსლად გადაიქცა საერთოდ ახალი ქართული თუმცა ოპოზიციის მხრიდან იყო გაკეთებული განცხადება ამ სამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. კი ბატონო, ეხლა გადაწყვეტი საკითხები, როგორც კობა ამბობს და ბატონი პავლეც უდასტურებს, ასეთი მოლაპარაკება თუ იყო ამასთან დაკავშირებით, ეხლა ქალბატონი კინწურაშვილის ესეთი არ ყოფილა კონკრეტულად. იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებებიც იქნებოდა მისაღები. როდესაც ლაპარაკი არის პრეტენზიული ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ძალები არ უნდა ერეოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში და მოქმედებაში, მე ამას გავიზიარებდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ უწევდეს მუშაობა ჩვეულებრივ დემოკრატიულ ვითარებაში და დემოკრატიულ გარემოში, მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს და სხვა პოლიტიკური ძალას პრეტენზიასაც კი ნუ გამოთქვამს ამაზე. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და მე არ მგონია რომ პოლიტიკური ძალები ითხოვდნენ იმას, მე ასე წარმოვიდგენია რომ იგივე სამეურვეო საბჭოში პოლიტიკური ნიშნით უნდა იყვნენ ადამიანები დანიშნულები. მე დარწმუნებული ვარ რომ მემორანდუმის დეტალებზე ჩვენ აღარ დავწვიმანდებით. კი ბატონო, ეხლა მე მოგცემთ ეს ირა დასულს ქალბატონო პოლიტიკური ძალა, რომელსაც დიალოგის ნამდვილად არ გვეშინია, იმიტომ რომ 5 იანვრის არჩევნებმა საზოგადოებას გაუჩინა ტოტალური უნდობლობა არჩევნებისადმი. თუ ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებას გაუჩინოთ რწმენა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი. დღევანდელი ჩვენი მონაწილეობა დიალოგში მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ამას, რომ ქართულ საზოგადოებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის რწმენა და იმედი და აზრი ჰქონდეს და მხოლოდ ქუჩისკენ არ დიდი მადლობა. ქალბატონო ფიქრია, ეხლა შემდეგ შეკითხვას დავსვა, მანამდე მინდა ბატონ რამაზ დაუსვა კითხვა. ბატონ რამაზ, აი ამ განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, თქვენი პროგნოზი როგორია და შემდეგ ასევე ჩემს კოლეგებსაც მინდა ვკითხო, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. მიაღწევენ შეთანხმებას მხარეები და შემდეგ მოусმენთ უშუალოდ მათ. მე დიდი იმედი მაქვს ხელისუფლების გამჭრიახობის და რეალიზმის. ვეთანხმები ფიქრიას, ქალბატონ ფიქრიას, რომ ხალხმა თუ დაინახა, რომ პოლიტიკურ გზას აქვს აზრი, რომ არჩევნებზე მისვლას, რომ მოლაპარაკებას აქვს აზრი, გაცილებით ჰარმონიული იქნება ამ ხალხის ურთიერთობა ხელისუფლებასთან. და ეს უნდა დაანახოს ხალხს ხელისუფლება. ანუ უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები, როგორ უნდა დაანახო კონკრეტულად? გაცილებით უფრო უსამართლო სიტუაციაში, იქ სადაც მინისტრები დამნაშავეები არც იყვნენ, დასავლეთის გამოცდილება ვიცით, მინისტრი გადადგებოდა ხოლმე, ან მთლიანი კაბინეტი გადადგებოდა, იწყებოდა ხელახალი არჩევნები და ამ შემდეგ. არა იმიტომ ვინა მტკვარი და მართალი, უბრალოდ პროტესტს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ანგარიშის გაწევა, რომ ის იზრდება. კარგი, ბაიაცანაოს თუ შეიძლება იგივე შეკითხვით და შემდეგ კობა დავითაშვილთან. ბაია, როგორ ფიქრობ, თქვენ ხართ ჟურნალისტი და ადევნებთ ამ ყველაფერს თვალს. მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას, თუ 15 თებერვლიდან შეიძლება პროგნოზი გავაკეთოთ, რომ ისევ დაიწყება ფართომასშტაბიანი აქციები? მე იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნდება, აი უწფელად გეუბნებით. იმ უბრალო მიზეზით, რომ 15 თებერვლიდან ის პროგნოზები, ის მოსაზრებები, რაც არსებობს ხალხის ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირებით, აი ბატონ ამას დავეთანხმდებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში, გამოვა იმიტომ, რომ ხალხში არის პროტესტის გრძნობა. გასაგებია. დიდი მადლობა. კობა დავითაშვილთან გადმოვდივარ კვლავ შეკითხვით. კარვების დაცემასთან დაკავშირებით, კარვების დადგმასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული განცხადება. ბატონმა დავთვალაშვილმა წეღან თქვა, რომ ეს ამის შედეგიო იქნება უბედურებაო ქვეყნისთვისო. ეს იყო უბრალოდ მუქარა თუ მართლა გეგმავთ, რომ დაიწყოთ და აღარ გაჩერდეთ? ამიტომ და სანამ ამაზე ვისაუბრებ, არ შემიძლია პასუხი არ გავუცე ბატონ პალიკოსაც, ბატონ დავითსაც. აქ ითქვა ასეთი რამ და ასეთი ხაზი ვითარდება მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ აგერ იჯდა კონსტრუქციული ხელისუფლება, მივიდა ეს დესტრუქციული ოპოზიცია, გამოიჯახუნა კარი და არ უნდა საერთოდ მოლაპარაკება. სურათი ყოველ შემთხვევაში ესე არ იყო ჩემო ბატონო. ბოლო შეხვედრაზე იყო კონკრეტული შეთანხმება ხაზს უსვავ. იყო კონკრეტული შეთანხმებები და მეცაც გეტყვით.
შეთანხმება იმაზეც კი იყო და ჩვენ ხედავთ კომპრომისი რომ იქიდან რომ გამოვიდოდით რა არ გვეთქვა და ის არ თქვით ჩვენ რა არ თქვით რომ ულტიმატუმის ფორმა არ მიგვენიჭებინა ამით მითხარით რა არ თქვით ეხლა მაინც რომ აი თუ არ შესრულდება ეს მაშინ არ მოვალთ იყო მოლაპარაკება შევთანხმდით ამაზე და გამოვედით იმ დარბაზზე და თქვით რომ კი ეს ჩვენი მოთხოვნებია და ჩვენ დაველოდებით მათ შესრულებას მაგრამ იქ იყო კონკრეტული თარიღები იყო ლაპარაკი როგორც ბატონმა კახა აღნიშნა ერთ საკითხზე ადიმრების საკითხზე იყო მეორე თარიღი რომ ხუთშაბათს უნდა შემდგარიყო შეხვედრა გენერალურ პროკურორთან რომელიც არ შედგა რადგან გენერალურ პროკურორმა რამის სხვა შეხვედრა ხო არ შედგა უკაცრავად გენერალურ პროკურორმა არ ისურვა და ეს შეხვედრა გადაიდო პარასკევს დილისთვის პარასკევს დილით თითოეულ პატიმარზე დაიწყო ასე თქვა განხილვა იმის და ვაჭრობა იმის თაობაზე რომ ამას გაუშვებ და ამას არ გაუშვებ და ესე არ შევთანხმებული ვართ ჩემო ბატონო ეხლა რა შეიძლება ვინ ჩაშალა სინამდვილე შეთანხმება მოდი გავიხსენოთ ფაქტები და დეტალები ბატონო პალიკო ამ შემთხვევაში პავლე უკაცრავად მე არ მინდოდა რამე მეთქვა შეიძლება ასე არაფერი არ გიქვა კნინობითი ფორმა რა მოხდა იმ მოლაპარაკებაზე მართლაც აყენებდა საკითხს რომ რაიმე წინასწარი შეთანხმებები არ უნდა იქნას მიღწეული მანამდე სანამ ყველა საკითხზე არ შევთანხმდებით ეს იყო მისი პოზიცია მაგრამ ეს იყო მისი პოზიცია და ჩვენ მივახციეთ შეთანხმებებს სამ საკითხზე ეს სამი საკითხი ვეთანხმები ფიქრიას რომ არ არის მთავარი და გამსაზღვრელი და შეიძლება უფრო მთავარი საკითხი იყოს სხვა მაგრამ ეს სამი საკითხი ისეთი საკითხი ამოვარჩიეთ რომ საზოგადოება რომ გვეუბნებოდა რომ არ ენდოთ მაგათ გაწყვებენ გამოცდაც იყო ეს გარკვეულწილად აი შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე რომელიც არ მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას არ მოითხოვს ხანგრძლივ სამუშაო პროცესს შევხედოთ ეს ხალხი მზად არის ამ შეთანხმების შესრულებისთვის სწორად და მე გამსაზღვროთ დავხარჯოთ საერთოდ დრო დანარჩენ საკითხებზე უფრო სერიოზულად არა ერთი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის რეჟიმი თუ შეიძლება ისეთ ხელისუფლებელი მონოლოგები იქნება ჩაშლა ამ შეთანხმების შესრულებისა მოხდა თავისუფლების ინსტიტუტის ჯგუფის მიერ რომელსაც აქ ბატონი პავლე წარმოადგენს იმის ნაცვლად რომ მეორე დღეს მინიმუმ არაფერი არ განცხადება არ გაკეთებულიყო იყო განცხადება ქალბატონი კინწურაშვილის რომელმაც განაცხადა რომ ის არანაირ განცხადებას არ დაწერს და მეტიც შემდეგ კონკურსშიც მიიღებს მონაწილეობას თუ არ ვწდები სააგენტო პირველების მეშვეობით. ანუ ეს ჯგუფი, როდესაც ბატონი პალიკო გამოვიდა, არა ერთი წუთით რა, შეხვედრიდან გამოვიდა, დაждდენ ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია და თქვენს რომ აი ჩვენი თამრიკო კინწურაშვილის საკითხი წყდება და აგერ სხვებმა დაუთმეს ეს ოპოზიციას ეს ძვირფასი ადგილი, მოდი რა ვქნათ და როგორმე ჩავშალოთ ეს საქმე და თქვენ ჩაშალეთ ეს შეთანხმების შესრულება ბატონო პალიკო თქვენ დიდი მადლობა ეხლა აქ რო ზიხარ და კონსტრუქციული როლი გიკავიათ ეს არის სიცრუე ჩემო ბატონო შეიძლება მე პატიმრების საკითხით ჩაშალეთ თქვენ მე მაქვს იმედი რომ დღეს აი ასეთივე რეჟიმით გაგრძელდება ჩვენი საუბარი ანუ ყოველგვარი ზედმეტი აყალმაყალის გარეშე გისმენ მე ხა ნამდვილად კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ შეთქმულების თეორიაზე რაც ბატონმა კობამ ჩამოაყალიბა ბუნებრივი ამ ტიპის რაღაც ფარული კულუარული შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა ყველა იმ თემასთან დაკავშირებით რაც მემორანდუმს ეხება იყო შეხვედრები ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან და საკითხები წყდება სწორედ იმ შეხვედრებზე და არა რომელიმე სხვა ფორმით. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებლის საკითხს, ამაზე მინდა რომ ორი სიტყვით თქვა. აქ ისმის თითქოს არაფერი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ მიმართულებით და თითქოს ყველაფერი გაჩერებულია. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ დღესდღეობით სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი არის გათავისუფლებული და ყველა ვაკანსიაზე 9 ვაკანტურ ადგილზე არის გამოცხადებული ვაკანსია. ამის გარდა ჩვენ შეთანხმება გვაქვს და ეს შეთანხმება ძალაშია რომ ეს პროცესი სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი დაჩქარდეს მას შემდეგ რაც შერჩეული იქნება სამეურვეო საბჭოს წევრები დაინიშნება დირექტორის შეირჩა ეს სამეურვეო საბჭო მე ვასწრები მეოთხე გადაცემას ვაკეთებ ამ თემაზე და აი მესმის ოპოზიციის მხრიდანაც და თქვენი მხრიდან კანონის თანახმად მოქალაქეებს აქვთ ერთთვიანი ვადა იმისათვის რომ შეიტანონ განაცხადები. ეს ერთთვიანი ვადა იწურება 21 თებერვალს. ჩვენ გვინდა რომ ეს ვადა შევამციროთ ვინმესთვის სპეციალურად ვაკეთებთ ამას. მე ვფიქრობ რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება წარადგინოს თავისი კანდიდატურა და უკვე ძალიან ბევრმა წარადგინა კანდიდატურა. სწორედ ამის შემდეგ იმ კომისიამ რომელშიც იქნება ყველა ფრაქციის წარმომადგენელი უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი საზოგადოებრივ მოძრაობაში. კიდე დავასრულებ თუ შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ისეთი
თუ შეიძლება მე მინდა რომ გამოგვივიდეს დიალოგი რაღაც მინდა პატიმრებთან დაკავშირებით და ვაჭრობასთან დაკავშირებით იყო საუბარი მე მგონი ხა ბატონი კახაც არ უარყოფს რომ იყო შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილესთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად და ყველა ეს საკითხები იყო დეტალურად განხილული ეხლა თქვენ ბრძანებთ რომ თქვენ თურმე გინდათ არ ჩავიაროთ ეს საკითხები და პირდაპირ თქვათ რომ ყველას ვაკმაყოფილოთ ბატონგობა ესე ვერ მოხდება იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ამ თქვენს მიერ წარმოდგენილ სიაში 11 ადამიანი საერთოდ ისეთია რომელიც გათავისუფლებულია და ეხლა გათავისუფლების მოთხოვნა მე მგონი არასერიოზულია ხო გარდა ამისა ამავე სიაში არის ხალხი რომელთან დაკავშირებისას ჩვენ თანხმდებით რომ ვერანაირი გადაწყვეტილება ამ ფორმატში მიღებული ვერ იქნება ეს არის იგივე პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტისთვის ჩავდებულები და ამასთან დაკავშირებისას რა ვქნათ არ შევისწავლოთ ეს საკითხები ვინ არის ამ სიაში წარმოდგენილი აქ არის ისეთი პიროვნებები რომელთა დაპატიმრებაც მოხდა ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ და არ თქვათ ამაზე რომ კი ბატონო რახან სიაში წერია ამიტომ გავათავისუფლოთ ჩვენ არ ვაპირებთ რომ ამ ტიპის დიალოგი წარმართოთ ჩვენ ვფიქრობთ სხვა შორის იმ ამ სიაში მხოლოდ 4 ადამიანია რომელიც არის დაკავებული სუფალია გაიოლებულა საქმე რა კახა კუკავას გადავწევ მიკროფონი და მე დავსვავ შემდეგ შეკითხვას ისმენთ კი ბატონო პირველ საკითხთან დაკავშირებით მე მგონი ძალიან უსაგნოდავა არის ბოლოს და ბოლოს შეთანხმებები ხელისუფლებამ შეასრულა თუ არა ბატონო პალიკო მე გეუბნებით და გამოვხატავ მთელი გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციას თუ თქვენ დღეს ან ხვალ რომელ საათზე დანიშნული შეხვედრა თუ მართლა გზად ხართ რომ შეასრულოთ ის შეთანხმებები რომელიც შეეხება თამარ კინძურაშვილს ლევან თარხნიშვილს და პატიმრების თუნდაც ნაწილს მაინც რომლებზეც თქვენ არა გაქვთ ამ დროისათვის პოზიცია ჩვენ მზადა ვართ ეს დიალოგი გავაგრძელოთ გაქვთ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენ დიალოგს გავაგრძელებთ თქვენ ახლა ისეთნაირად განაცხადეთ რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ხვალ გახმიანდება გახმიანეთ ეს ხვალ დილით და დიალოგს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება შებრუნდებით ისევ დიალოგის მაგიდასთან დასწრებით ჩვენ პირობად როგორც კი შეთანხმები ერთი წუთით ეს არ იყო გამოცხადებული ასე რომ ჩვენ შევწყვიტეთ დიალოგი და აღარ მიგვიყვანთ ჩვენ თქვით როგორც კი უკვე მიღწეული შეთანხმებები რომელთა ვადები გავიდა შესრულდება ჩვენ დავждებით მოლაპარაკებების მაგიდაზე, იმიტომ რომ იმ წუთიდან აზრი გაუჩნდება ახალ შეთანხმებების მიღწევას. ეხლა მე უნდა დავსვა ერთი კითხვა და ბატონ დათოს და ქალბატონ ფიქრიას პასუხი მაინტერესებს ამ თემაზე. არის თუ არა ეს ულტიმატუმი? ანუ კითხვა, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების შეფასებებისგან. თუ ეს ასე იქნება, მაშინ შევბრუნდებით. ხელისუფლება ამბობს მუდმივად რომ ოპოზიციას ხავს იგი ზეწოლის რეჟიმში და ულტიმატუმის ენით ესაუბრება როგორც კი ერთ მოთხოვნაზე წამოვლენ იქვე მეორე მოთხოვნა ჩნდება და ასე შემდეგ რა სიტყვით არა ეს განცდა რომ არ გაჩენილიყო თავიდანვე შეიქმნა 17 პუნქტიანი ეს დოკუმენტი რომლის თაობაზე წინასწარი გაცნობა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისათვის იყო პირველ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ რომ პრინციპულად მიუღებელი ამ მოთხოვნებში არაფერია მე მგონი არ მღალატობს მეხსიერება რომ ასე იყო და იყო რომ არის პირველი რიგის საკითხები რომლებიც შეიძლება პოლიტიკური ნების გამოხატვისთანავე იქნას გადაწყვეტილი და არის მეორე რიგის მე ხარისხობრივად არ ვყოფ უბრალოდ დროის თვალსაზრისით საკითხები რომლებიც უფრო მეტ დროს მოითხოვენ გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამ საკითხებზე ეტაპობრივად მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება მე აქ რაც კახამ თქვა მე ვფიქრობ რომ თუ ხელისუფლება აქვს პასუხისმგებლობა იმ პროცესებისადმი რა პროცესებიც ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს თუ ხელისუფლება აცნობიერებს იმას რომ სიტუაცია არის აი როგორც ბატონი დათო ამბობდა იმ დაძაბულობის ზღვარზე რომ შეიძლება პროცესი უბედურებისაკენ წავიდეს მე მგონი პასუხისმგებლობა არის უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების რომ ამ გადაწყვეტილებების თაობაზე დროულად უთხრათ საზოგადოებას თუ ეხლა 15-მდე იყო ვადა ხვალ ჩვენ ნამდვილად მოვდივართ მე არა მაგრამ ჩვენი წარმომადგენელი მოდის იმ შეხვედრაზე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საინფორმაციო საშუალებები და მართლაც უთხრათ საზოგადოებას რომ აი ამ და ამ საკითხებზე უკვე გადაწყვეტილება მიღებული ან მზაობა არის რომ ეს ნაბიჯები გადაიდგას და არის რაღაც საკითხები თქვათ რომელსაც კიდევ დამატებითი კონსულტაცია ანუ თქვენ ამბობთ რომ პასუხისმგებლობა მოგცემთ ბატონ პავლეს სიტყვას ერთ წუთი ბატონ დათოსთან რომ ეს რაუნდი უნდა შედგეს მე მესმის ბატონო ჩვენ მოვდივართ ამ შეხვედრაზე მზად ვართ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან რაც იქმნება წავიდეთ და ჩვენს კოლეგებს გაუზიაროთ ყველაფერი და საზოგადოებასაც უთხრათ რომ შედეგი არის შეხვედრა იყო შედეგიანი თუ იყო აბსოლუტურად უშედეგო თუ თქვენ იმას იტყვით რომ ოპოზიციის ნაწილმა თქვა რომ ჩვენ ამ მოთხოვნებამდე დიალოგს წვეთ და ამიტომ თქვენ იტყვით რომ აღარ
ვაპირებთ აღარანაირი მოთხოვნის შესრულებას, მაშინ ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული უპასუხისმგებლობა ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე. მე არ მინდა რომ ჩვენი დიალოგი დაემსგავსოს იმ მოლაპარაკების მაგიდა, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია შედან და მემორანდუმის პუნქტებს არჩევენ. მე მინდა უბრალოდ გაეცეს რამდენიმე შეკითხვა. არა, მე უბრალოდ გადაცემის მიმართულებასთან დაკავშირებით. ბატონო, მოგცეთ სიტყვას, დღეს მხოლოდ ეს თემა გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბატონ დათოსთან იყო მიმართვა ქალბატონი ფიქრიას მხრიდან, შესაბამისად მე გადავალ ბატონ დათოსთან. ეს შედეგობრივადო იქნება უბედურება ქვეყნისთვის. რატომ გონიათ რომ ეს ყველაფერი დასრულდება ისე როგორც ამბობთ, რომ ეს იქნება უბედურება? სანამ კონკრეტულად ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, უბრალოდ სტუდიაში წამოსვლის წინ კურიერში უყურე, არ ვიცი დაცვას არ ვაპირებ, უბრალოდ ვახმოვანებ კიდევ ერთხელ იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა როგორც ქალბატონმა თამარ კინძურაშვილმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მე მგონი ეს სიტყვები არის სრულიად საკმარისი მათი მზადყოფნა იმის თაობაზე, რომ ისინი იქნებიან ერთგულები იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც მიიღება დიალოგის ფორმატში. სხვა მათი მოსაზრებები განსხვავებული ამისაგან, რაც დღეს მე მოვისმინე, მანამდე მაგრამ ოპოზიცია არ საუბრობს მათ გადაწყვეტილებებზე, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ თქვენს გადაწყვეტილებებზე. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ მოქმედებს კონკრეტული კანონმდებლობის ფარგლებში და ერთი წამი თუ შეიძლება ჩვენ როცა დიალოგზე ვსაუბრობთ, ინგა და ფიქრია, დიალოგი არ გახავთ ერთ დღის შეკრების და გადაწყვეტილების მიღების საკითხი. დიალოგი გახავთ პროცესი, რა? და ჩვენ ამ პროცესში ვიმყოფებოდით. ან ვიმყოფებით, იმედი მინდა უბრალოდ დავითო. პროცესი, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგებამდე, მათ შორის იმ სამ პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ საუბრობთ და აქ მე მგონი საერთოდ კითხვის ნიშანიც კი აბსოლუტურად მეჩვენება, რომ დაისვას, რომ დიახ გადაწყვეტილება მიიღებული არის იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს და შეიცვლება ოღონდ იმ გზით, რა გზაც არის ჩადებული მოქმედ კანონმდებლობაში, ეს ერთი. მეორე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ეს არის მემორანდუმშიც და ამ მემორანდუმში დასმულ საკითხებს კონკრეტული პასუხი ჩემი ინფორმაციით ხელისუფლებისაგან არსებობს, რომ იქნება გარკვეული შეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებითაც მათ შორის. ანუ ახალი კანდიდატურა. კიდევ ერთხელ მოვიებ. ინგა, ეს არის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ უბრალოდ, იმიტომ რომ როცა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ვადასტურებთ, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ვიმოქმედებთ, როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას. ოღონდ, როცა ვსაუბრობთ აქციებზე, მიტინგებზე და შემდეგ, აქ პასუხისმგებლობა უნდა ეს ვინმეს თუ არ უნდა გაიზიაროს ოპოზიციაც. როცა ჩვენ ნოემბრის როცა რადიკალიზაციას და შემდეგ ვსაუბრობთ, ნოემბრის მეგულისხმობ 2003 წლის რევოლუციის პერიოდს. მაშინ ხელისუფლებას ცალსახად თქვენც იყავით ამ პროცესის მონაწილე, ხელისუფლებას ხო, ჩვენ ვიყავით ყველანი ამ პროცესის მონაწილე და ძალიან გაბრაზდება დავიწყებული რა. რატო? ერთი ცინიკური გამონათქვამი არ მოგისმენია პირადად ჩემგან და ვერც მოისმენ, იმიტომ რომ სხვა ფორმატის და სხვა სახის დიალოგის მონაწილე. შემიძლია უთხრა ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვინც იქ იდგა. და მასაც შეუძლია იგივე მითხრას მე ან ნებისმიერ ჩვენთაგანს. ამიტომ თუ გინდა ამ ფორმატში გავაგზავნოთ მე პრობლემა. გისმენთ ბატონო დათო. ამიტომ მაშინ მე მახსოვს რომ პასუხისმგებლობა იყო ჩვენზე ყველა იმ ადამიანზე, ვინც იდგა ხელმძღვანელობდა ეს ვთქვათ იმ აქციებს კონკრეტულად, რომელიც პარლამენტის წინ იმ პერიოდში მიმდინარეობდა. ის პასუხისმგებლობას ჩვენ არ გავქცევართ. ამ შემთხვევაშიც თუ სცენარი განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ბატონი რამაზი წინასწარ მეტყოლებდა, პასუხისმგებლობა უნდა მოხდეს სამწუხაროდ უნდა მოხდეს თანაბრად განაწილება. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს მინდა კი დავადასტურო, რომ პასუხისმგებლობა მოდის პირველ რიგში დღეს ხელისუფლებაზე და ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც წარდგება დიალოგს და რაც წარდგება შედეგების მიღებას. ბატონი კობა ითხოვს სიტყვას, დაგაკმაყოფილოთ პასუხმა ქალბატონო ფიქრია. დავამატებ მე რეკობას შემდეგ. კარგით, გისმენთ. მე ძალიან კარგად მახსოვს მაშინ დელი დროს და დღევანდელი დროს და ხმათა ვარ დარწმუნებული რომ არა ხელისუფლების ფატალურად ფორსირებულად არასწორი ნაბიჯები ყველა ის არასწორი ნაბიჯი გადაიდგა მაშინ, რომელმაც ეს მოვლენები განავითარა საბოლოო ჯამში. ერთი დათმობა რო ყოფილიყო ან სასამართლოში გაუქმების თვალსაზრისით, ეს ამბები არ მოხდებოდა. ესე რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქაც უდიდესი იყო და არა ოპოზიციის. ეს ერთი. მეორე. დღეს ჩვენ საუბრობთ ასეთ საკითხზე, რომ იმაზე კი არ ვამბობთ, რომ აი ჩვენ რაც გვინდა ის გააკეთეთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი.
და ჩვენ ვართ ეს მხარე, რომელიც ვარწმუნებთ, რომ არჩევნებს პოლიტიკურ ბრძოლას, ასეთი გზით ბრძოლას აქვს აზრი. ხალხს ეპარება ეჭვი და ხალხს არ ჯერა არჩევნების როგორც პოლიტიკური ბრძოლის გზის გაყალბების, ძალადობის და იმის ფონზე. ისინი გვეუბნებიან, რომ აზრი არ აქვს ამ თქვენ საპარლამენტო არჩევნებს, ხო ხედავ საპრეზიდენტოზე რა ქნეს, იმაზე რაღაც იზავენ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ხალხმა, რომ დავარწმუნოთ. ამისთვის რეალური შედეგები უნდა იყოს და პირველ რიგში ამ პროცესში უნდა ჩანდეს, რომ რაღაცა წინასწარ შეთანხმებას რომ მივახცევთ, თუნდაც არა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხზე ის შესრულდეს. პატიმრების საკითხზე არ შემიძლია ასე. პატიმრებზე ჩვენ რეკლამის შემდეგ უნდა დავბრუნდეთ ბატონო დათო ერთი წუთი თუ შეიძლება ბრძანეთ ძალიან მოკლედ და ხალხ. ესე იგი, როცა საუბრობთ კომპრომისებზე დათმობაზე შემდეგ, მე მგონი მათ შორის 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ განვითარებულმა პროცესმა და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა დაარწმუნოს და დარწმუნებული ვარ, რომ ხედავს ამას საზოგადოებას და უნდა ხედავდეთ ამას თქვენ, რომ ძალიან ბევრი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ დაკმაყოფილებული იყო მათ შორის ქუჩაში ბატონო დავით. დიდი მადლობა. ერთი წუთით მეც მომეცით რომ მე ვხედავ ერთ რამეს. ეს არის პროცესი. არა, არის ჩაგრებით, მე თანაბრად ვანაწილებ დროს. ტექნიკურ დეტალებზე აღარ გამოვწდები, რომ კურსში მიკონტროლებენ. რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რომ ყველა სტუმარს კონდეს თანაბარი. რა გააკეთა ხელისუფლებამ პატიმრებზე და რა არ გააკეთა? პატიმრების თემაზე ვისაუბრებთ, მანამდე მე მინდა დავსვა კვლავ დარბაზთან შეკითხვა. ლალისგან დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხის მიღებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უпростоრეთ იმაზე, რომ აი ბატონი კობაძე ეგან ამბობდა, რომ ხალხს არ მოსწონს, როდესაც იგი ხედავს, რომ ოპოზიცია აწარმოებს დიალოგს ხელისუფლებასთან. ბატონო რამას შემდეგ თქვენი პასუხიც მაინტერესებს ამ კითხვაზე. რა სიტყვით თქვენ ლალი? იმისათვის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ ღირს არჩევნებზე წასვლა. რა უნდა მოხდეს? იცით რა, მე მაინც ჩემი თვალსაზრისით ვიტყვი როგორც ჟურნალისტი, რა ხდება დღეს, ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ჭიძილში იკარგება ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი, რასაც ჟურნალისტიკა ქვია. და დღეს ვარ ჩვენ მომსწრე იმისი, რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგები გადადიან პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან და იკარგებიან როგორც არაჩვეულებრივი ჟურნალისტები, რომლებსაც კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. როგორ უნდა დაიჯეროს? ეს ადამიანის არჩევანია, თუ კი ვინმე სურს რომ პოლიტიკაში უფრო ჩვენ ვიცით რომ სხვა დროს არ მოხდებოდა, ყველას თავისი ადგილი ქონდა და თავის საქმეს აკეთებდა. როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ ჩვენ შეიძლება წინ წავიდეთ და პროფესიონალებს თავისი ადგილი ქონდეთ, რომ ისევ და ისევ პოლიტიკოსები იყოფენ სავარძლებს, ვინ მოხდება ტელევიზიაში, ვინ რა კვოტით შევა და ვის უკან რომელი პარტია იდგება. მე ამის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, პირველ რიგში ტელევიზიაში პროფესიონალი ჟურნალისტები უნდა ბრუნდებოდნენ და დღეს რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, საერთოდ წარმოუდგენელია. მე მინდა გითხრათ ერთი რამე. მე ადამიანმა, რომელმაც შევიტანე საბჭოს წევრობაზე განაცხადი. ძალიან ბევრმა არ იცის რა წერია იმ განცხადებაში, რომელსაც ჩვენ ვწერთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე. წერია, რომ ჩვენ შეგვაქვს განცხადება როგორც საბჭოს წევრობაზე, ასევე თავმჯდომარეობაზე და გენერალურ დირექტორობაზე. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ წევრობაზე. ამასთან ერთად არის ნუსხა საბუთების, სადაც მითითებულია ძალიან ბევრი პუნქტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც ეს პრეტენზია გააჩნია. და ყოველივე ამის მერე, როცა უკვე 100-ზე მეტ ადამიანს აქვს შეტანილი, დღეს უცებ ჩვენ დილიდან ვიგებთ, რომ თურმე არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს თავისუფლების ინსტიტუტის განაცხადი. ჩვენ მათ შევთავაზეთ სხვათა შორის მონაწილეობის მიღება თუთბერიძეს მანუარი თქვა. მე არ ვიცი, პრეზიდენტი არ არის სახელმწიფო. ჩვენ ხო პრეზიდენტის სახელზე ვწერთ ამ განაცხადს და შემდეგ ამას განიხილავს პარლამენტი. მაშინ წარმოუდგენელია რაღაც ეს ორი ფრთა ერთმანეთს არ ებება, ხო და მოხდა ისეთი რამე, როდესაც ბევრი განაცხადი შევიდა და ფინალისკენ მიდის, თითქოს რაღაცა ანერვიულდნენ, იმიტომ რომ ვინ ანერვიულდა? მითხარით ვალი. ჯერჯერობით კონკრეტულად მე შემიძლია კომენტირება გავუკეთო თეა თუთბერიძის დილის განცხადებას, რაც მე მოვისმინე ტელევიზიით, რომ არავის გადასაწყვეტი არ არის. თუთბერიძის ნერვიულობაზე არ მგონია ახლა შეესაუბრობდი. ანუ ვინ ნერვიულობს ნერვიულობენ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ჩრდილოვან მხარეს საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმიტომ რომ ყველა ნებისმიერი თავმჯდომარე, რომელიც ხელისუფლება ამ შემთხვევაში გეკითხა. მე ვფიქრობ, ან ხელისუფლება არ არის, ეს არის გარკვეული ფრთა. ყველა ვარიანტი საზოგადოებრივ არხზე შევა აუდიტი და მე რაღაც მგონია, რომ ზუსტად მატერიალ დარღვევებთან. მე რეკლამა უნდა გამოვაცხადო ეთერში, მაგრამ მანამდე ბატონი რამაზის და ბაიას კომენტარი თუ შეიძლება. ხალხს არ მოსწონს, როდესაც ხედავს, რომ ოპოზიცია აწარმოებს დიალოგს ხელისუფლებასთან. თქვენი კომენტარი, ეს იყო ბატონი კობას განცხადება. მოდით ისტორიის კომენტარი.
გლადიატორების ბრძოლის დროს მაყურებელი ყოველთვის უფრო მკაცრი იყო და სიკვდილს ითხოვდა დამარცხებული. საერთოდ ხალხი ყველა ქვეყანაში, ყველა დროში უფრო რადიკალურია და უფრო მკაცრია. მე ამიტომ ხალხი არა ის მოსახლეობა ვიგულისხმებ მარტო რომელიც დღეს არის. ზოგადად უნდა ველოდოთ რომ ხალხი თუ კი მივიდა გადაწყვეტა რაღაც იმპულსი ხალხში გაჩნდა ძლიერი, ეს ყოველთვის რადიკალური იმპულსი იქნება. და ამას უნდა გაუწიოთ ანგარიში. კარგი, დიდი მადლობა. ბაია, თქვენი კომენტარი თუ შეიძლება. მე ესე ვიტყოდი, ხალხს არა, ალბათ საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს. მოდი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ საზოგადოების ერთ ნაწილს უნდა რომ დიალოგის რეჟიმში გაგრძელდეს. ეს მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ არის დიდი ნაწილი საზოგადოების, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომელიც არის რადიკალურად განწყობილი. კარგი, ფიქრია, თქვენ რა სიტყვით? დიდი მადლობა. თქვენ რა სიტყვით? მოსწონს თუ არა თქვენს ამომრჩეველს თქვა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციაში? ერთ რამეს დიალოგი, რომელიც შედეგს მოიტანს და პოლიტიკურ პროცესს მოაქცევს დემოკრატიულ ჩარჩოში და დემოკრატიულ არჩევნებს ექნება პერსპექტივა საქართველოში, არ შეიძლება არ მოეწონოს ყველაზე რადიკალურად განწყობილ საზოგადოების წარმომადგენელს და ამომრჩეველს. მაგრამ დიალოგი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და გადაიქცეს წყლის ნაყოფად, რა თქმა უნდა, ის არ მოეწონება არც რადიკალურად განწყობილს და ჩვეულებრივ ნეიტრალურად განწყობილი წყელს ჩაიქნევს ასეთ შემთხვევაში. კარგი, თქობა, მე ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ, მაგიდის გარშემო ბოლო უпростоრეთ რეკლამამდე ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა და ეს შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა უნდა გააკეთოს ისეთი პოლიტიკამ ზოგადად, თქვათ ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, ხო? რომ ხალხმა ირწმუნოს, რომ არჩევნებზე მისვლას აქვს აზრი. და უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც არჩევნების გაყალბება იქნება დასჭადი. ზოგადია ეს პასუხი, კონკრეტულად მითხარ. კონკრეტული დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ. როცა ხალხი დაინახავს, რომ 1, 2, 3, 4 ან 10 გამყალბებელი დაისაჯა, როცა ადამიანი დაინახავს, რომ მინიმუმ CSKO-ს თავმჯდომარე, რომლის თაობაზე არსებობს დასკვნა, რომ კაცმა არც ერთი საჩივარი არ განიხილა. არც ერთი საკითხი არ გადაწყვიტა. როდესაც EUTOS დასკვნაში ისწერია, ხა შევადაროთ, მე არ მახსოვს 2003 წლის EUTOS დასკვნაში რო წერებული იყო, რომ 9 წამში რო აძლევს ერთი ამორჩეველი ხმას და 15 წამში და ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ეს არის ტოტალური გაყალბება. ოქმები რო გადაიწერება და სხვადასხვა ოქმები აქვს ოპოზიციის წარმოადგენს და ხელისუფლების, ესეც და ვინ უნდა დაისაჯოს? თქვენ გამოაკარით პლაკატები ხმების ქურდები არის სააკაშვილის და თარხნიშვილის სურათები. ვინ ვის დასჯას ითხოვთ კონკრეტულად? მინიმუმ თარხნიშვილს უნდა იყოს ვაჟკაცობა, დაწეროს განცხადება და წავიდეს. ამ ვაჟკაცობის ესე. გისმენთ? ძალიან მარტივად ჯერ მინდა რომ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ამ ფრაზა EUTOS დასკვნასთან დაკავშირებით და მინდა ამაზე ვთქვა. შედარება 2007 წლის 2008 მოდით ერთი გადაცემა მიუძღვნა და მართლა შესაძლებელი იყო ფიქრიას იდეა მე გეთანხმებით ღირს ამ ორი დასკვნის განხილვა მაგრამ თავარი არის ერთი რამ დასკვნა იყო ერთ შემთხვევაში ის რომ არჩევნები არ გამოხატავდა ქართული ხალხის ნებას და ეს იყო 2003 წლის დასკვნაში და ჩვენ შემთხვევაში დასკვნა არის რომ არჩევნები შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს მაგრამ არის გარკვეული რომელთა დაკავშირებითაც შეგიძლიათ მე ბოლო დასკვნას მოგახსენებ იმ გადაცემაში რომელზეც ქალბატონი გაგზავნებს ეს ყველაფერი ძალიან ნათელი გახდება საზოგადოებისათვის. რაც შეეხება იმ განწყობებს, როსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, ანუ არის თუ არა ხალხი უფრო რადიკალური. მე რამოდენიმეჯერ მოვისმინე ეს ბატონი რამაზესკანაც და უბრალოდ ნამდვილად ვერ ხედავ რომ უფრო მეტი რადიკალიზმი იყოს და ვინმე იყოს საქართველოში ვინმე იყოს საქართველოში ესე 15 თებერვალს უფრო მეტი რადიკალიზმი არა აქ არის საუბარი ერთი ძალი გობა ბატონ გობა დიდი მადლობა დაუმთავრებ თუ შეიძლება ჩემ ფრაზას საუბარი ბატონ გობა დავასრულებ თუ შეიძლება რა მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში რომელიც არ იყოს მომხრე იმის რომ ყველა პრობლემა გადაიწყვეტოს მოლაპარაკების გზით ასეთი ადამიანი ნამდვილად გადაცეს კი მაგრამ არ გაგრძელდეს უსასრულო და მუდმივად იყოს არ შესრულება შეთანხმება ქალბატონო ინგა თუ გინდა თქვენ რომ გაზომოთ მართლა რამდენი არის მოლაპარაკების მომხრე რამდენი არ არის მომხრე ამ დარბაზს ვკითხოთ მოდით და რამდენი არის მომხრე იმის რომ დიალოგის გზით გადაწყვეტს ეს პრობლემები ნამდვილად გამოჩნდება კიდევ ერთი რასაც ვიტყვი აქ საუბარი არის იმაზე რომ თითქოს რაღაც არ იქნება დროული თუ ხვალ 3 საათზე ქალბატონ ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს გაცხადდება ის პოზიციები ჩვენ რაზე გვაქვს საუბარი რომ თუ 2 საათზე არ გამოაცხადა
ხელისუფლება ბრიფინგზე რომ რაღაც სამი მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული, ეს შლის ყველაფერს. და რომ გამოაცხადოთ რა, 3 საათი ეს ამგრევს ნდობას. ბატონო პავლე, თუ არ გესმის განსხვავებაზე მოლაპარაკებებს სჭირდება ნდობა. როდესაც შეთანხმება არსებობს და ის არ სრულდება, ეს ნდობას დაყავს დოლარზე. დაკავშირებით შეგიძლიათ კონკრეტული პასუხები მიიღოთ იმ შეხვედრაზე, რომელიც არის ქალბატონ გურჯანაძესთან. თქვენ თუ გინდათ რომ რაღაც ძალიან დიდი ტრიუმფალური თაღის ქვეშ გაიაროთ რომ აი ხომ დავათმობინეთ სამი მოთხოვნა და კიდე დავათმობინეთ. ჩვენ ეს არ საშუალება არ გექ ჩვენ გვინდა ხალხს ვაჩვენოთ შედეგი უკაცრავად და თქვენ გინდათ რომ დასავლეთს აჩვენოთ რომ ჩვენა გვაქვს დიალოგი და ერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, როცა მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ნოემბერში. როცა ეს დიალოგი იყო დიალოგის გულისთვის და დროის გაწევრის ამაზე ორი სიტყვა რო თქვა რა. აღარ გვინდა ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ძალიან კარგად მახსოვს. იყო 4 მოთხოვნა, რომელზეც იყო საუბარი რომ აი სამი ხო დავათმობინეთ, მეოთხესაც დავათმობინეთ. ეს არის ის მიდგომა, რაც ბატონ კობას და მის კოლეგებს აქვს საკეთებს. და ხალხს დაუთმეთ, ქვედანაცვლებო, ჩვენ კი მოგვითხოვთ ხალხის მოთხოვნა. თქვენი ხალხის მოთხოვნა და იმათ დაუთმეთ. რა გერიდებათ რომ ხალხს დაუთმოთ რაღაცა? არანაირად არ გვერიდება და ჩვენ ყველა იმ ნაბიჯს გადავდგათ, რაც იქნება ჩვენი სახელმწიფოს. ხალხალი განცხადებებით საერთო სურათი არ იცვლება კობა. მე უბრალოდ ერთი მინდა გავაგრძელო ის ხაზი, რაზეც საუბრობდა ახლა პალიკო. საუბარია ის იმაზე, რომ დიალოგის შეწყვეტა ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ შემთხვევაში არის ძალიან ცუდი. დიალოგის დაკვეთა რეალურად არსებობს საზოგადოებაში, ბაია საუბრობდა ამაზე, რეალურად არსებობს. მე მინდა გაგახსენოთ, რამოდენიმე გადაცემის წინ თქვენს ეთერში იყო ინტერაქტივი და იყო ძალიან კონკრეტული პასუხი გაცემული ამ კითხვაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა სწორედ დიალოგს. უმრავლესობა ერთი. მეორე, დიალოგის მომხრე არის კი საერთაშორისო თანამეგობრობაც, იმიტომ რომ მათ ინტერესებში არის, რომ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესი წავიდეს. დიალოგის მომხრე მე ამ თემაზე უბრალოდ სპეკულირება არ მინდა, დიალოგის მთავარი მოწოდება მინდა შეგახსენოთ უბრალოდ გაისმა უწმინდესისაგან და ჩვენ ვაპირებთ რომ ამ პროცესის მონაწილეები დავრჩეთ ბოლომდე, მანამ სანამ ოპოზიცია მათ შორის მოგცემს ამის გაკეთების საშუალებას და მანამ სანამ გვექნება შესაძლებლობა ჩვენი ხედით რომ მივიღოთ გავიგეთ თქვენი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით თუ თქვენ დიალოგი წარმოგიდგენთ ესე რომ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმებით, მე თქვენ გადაგვაგდებთ და მე დაგვიძახებთ რომ მოდი კიდე დავждეთ და ვილაპარაკოთ და დაგვინახონ და კაი ბიჭები გვეძახონო. ერთი დიალოგი არ იქნება რა. ერთი შემთხვევა, როდესაც პროცესია ერთი შემთხვევა მithom. როცა გადაგვაგდეთ? არა, მე ვსაუბრობ იმაზე. ერთი წამით, რომ მე ვსაუბრობ იმაზე. დროდის გადაგაგდეს. ბაგი ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. გადაგდებული ბრძანდებით. გადაგდებული ბრძანდებით? თქვენ გადამგდებით ბრძანდებით? თქვენ გადაგდებული ხართ? ხოლა გეუბნები რომ არ არის საჭირო ამ თემებზე ამ ფორმით საუბარი რა. თუ გინდათ რომ შედეგები დადგეს, უნდა ისაუბროთ საქმიანად და საფუძვლად. მეტი რა საქმიანად შეგითავდი, შეგაიკაცო და არასრულებდა. აღარ გითხრა შეასრულებო. შევხვდებით გალბატონ გურჯანაძესთან, იქ იქნება პასუხები. ფიქრია ჩიხაძეს ვაძლევს სიტყვა, შემდეგ დარბასთან გადავალ, ოღონდ პირველი კითხვა კახა კუკავასთან მექნება დიალოგის თაობაზე. როგორც დარბაზში მძდომისგან, დიახ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ იმას, რომ არსებობს მზაობა მთელი რიგი პრინციპული საკითხების გადაწყვეტისა. თქვათ, აი არ ყოფილიყო 2 დღის წინ კობას მიერ გახმოვანებული განცხადება. ხვალინდელ შეხვედრაზე აპირებდით თუ არა თქვენ რომ რაღაც ნაბიჯები გადაგიხადოთ. და თუ აპირებდით ამ ყველაფერს, რა მოხდა ეხლა რომ თქვათ, ამ განცხადების მერე უთხრათ საზოგადოებასაც, უთხრათ კობასაც, უთხრათ ფიქრიასაც, აი ამ დარბაზში მყოფ ადამიანებსაც და საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ნაბიჯები იდგმება და რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური გააჩნია. ფიქრია, მთელი ჩვენი საუბარი მხოლოდ ამ თემაზე არის. მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ, ხო? რომ ეს ნაბიჯები საუბრობენ, ფიქრია, მაგრამ იმ ნაბიჯებს არ დგავენ. ისინი საუბრობენ, რომ მუდმივად ზაქარიან ამ ნაბიჯებში. მაგრამ ნაბიჯებს არ დგავენ. ვერ ხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს? ითხრეს. მე რას ხედავ, ვიცით? მე ვხედავ, რომ აი ეს პატიმრები, რომელსაც პალიკო საუბრობდა, ვიდეო ჩანაწერები ამოიღეს და 4 კაცი ისე დაიჭირეს და არ აღმოაჩნდა ხელისუფლებას დრო და საშუალება, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ვიდეო თვალის ჩანაწერი ამოიღოთ, სადაც დახურული სამხედრო ობიექტია და სხვა ვერავინ ვერ შედის. აი იმისთვის ეყოთ დრო და იმისთვის არ ეყოთ. ეს დავინახე კარგად. კიდე ის დავინახე, რომ ვინც ვერ ამოიცნეს მიტინგის მონაწილე.
კარგად არ ჩანდა ვიდეოზე და ექსპერტიზა არ დაადასტურა ის პირია, აი ყველას იმას აღუძრეს საქმე ნარკოტიკების შენახვის მუხლით. ყველას გავლილი აქვს ის პროცედურა ამოცნობის, 4 პირი ამოიცნეს, დანარჩენი ვერ ამოიცნეს და იმას ჩაუგდეს ნარკოტიკების სპეკულაცია. არ გაგვივა? აი ნოემბერში რომ ვიძახოდით ჩემო პალიკო, 4 მოთხოვნა რო ქონდა და თქვენ რო იძახით, არაფერი გამოგივითა, 4-ვე ხო დაკმაყოფილებული. აი იგივე ტონია, იგივე საუბარია, იგივე მზაობარია. ეს არის ხალხის ტონი. ეს არის ზუსტად ულტიმატუმზე რაზეც არის საუბარი. პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა ზუსტად იმაშია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტოს ეს ყველა. გორის სამხედრო ჰოსპიტალის ვიდეო თვალი რატო არ ამოიღეს? მეკითხები, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ვიდეო თვალი რატო არ ამოიღეს? ნორმალურ რეჟიმში გადავიდეთ და გქონდეს საშუალება რომ ვისაუბროთ ცოტა უფრო მშვიდად. ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მემორანდუმის საკითხს. ჩვენ კიდე ერთხელ ვადასტურებთ, რომ შეთანხმება იყო, რომ შემდეგ შეხვედრას გარკვეული პასუხები იქნებოდა და ამასთან დაკავშირებით მზაობა კიდევ არსებობს. თუ თქვენი მხრიდან არ არის რაღაც თვითმიზანი რომ ჩაშალოთ ეს დიალოგი. მობძანეთ თქვენი ჯგუფის დამსახურება და მიზანია. ეს თქვენი ბგიდა ბოკერიას დამსახურება და მიზანია. ეს თქვენი ლევან რამიშვილის დამსახურება და მიზანია. თქვენ განაცხადეთ ეს დამშვიდებ და ისე ვსაუბრობ. როგორ დამშვიდებ? ყველაფერი გადასვეტილი ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე აღარ მივალ. აი ეს არის ზუსტად პროვოცირება იმის რომ ჩაიშალოს დიალოგი. ამიტომ ბოლომდე უნდა გეყოთ იმის გამბედაობა რომ მობძანდეთ და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია გაქვთ. ჩემო ბატონო პავლე, ყობა დავითაშვილს ყოველთვის ყოფნიდა გამბედაობა რომ თავის სიცოცხლე არ დაეζოდა ბრძოლაში. და კვლავაც ეყოფა მინდა დაგარჩა. ამას 15 თებერვალს გაჩვენა. გადავარ რომ ხვალ ვიხილო ეს გამბედაობა იმასთან დაკავშირებით რომ მობძანდეთ და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. თუ თქვენ გინდათ რომ გამოვაცხადოთ 1 საათის შემდეგ და შემდეგ რამოდენიმე საათი გეხვეწოთ რომ იქნებ გავაგრძელოთ დიალოგი. ესეთი რამ არ მოხდება ბატონო კობან. რაზეც ვიყავით შეთანხმებული ის გაკეთდა. ამას 15 თებერვალს გაჩვენებთო, რას ნიშნავს ეს და მე დარბაზთან გადავდივარ და შემდეგ რეკლამა ეთერში. რას ნიშნავს ამას 15 თებერვალს გაჩვენებ? 15 თებერვალს გამოჩნდება. ანუ რას გულისხმობთ რა გამოჩნდება? გამბედაობის თვალსაზრისით. კარგით, გამბედაობა არის საჭირო იმისთვის, რომ 15 თებერვალს მიტინგი ჩატარდეს და მივიდეს ხალხი მიტინგზე? კარგი, დარბაზშიო გამოკითხვა ჩაატარეო, შემომთავაზა წეგან, კარგი იდეა ბატონმა პავლემ, მე მინდა კახაკუკავასგან დავიწყო პასუხის მიღება. ყობა დავითაშვილმა თქვა, რომ ხალხში არის პროტესტი, როდესაც მიდის დიალოგი ხელისუფლებასა და ჩვენ შორისო. თქვენი პასუხი რა არის, ასეა? ჩემი აზრით, ინგა, ეს თავისთავად საკითხი არასწორადაა დასმული. დიალოგის ვისი მხრიდან ეს ყობამ დასვა საკითხი? თავისთავად დიალოგის საწინააღმდეგო ხალხს არაფერი არ აქვს, ისე როგორც არც ქუჩის აქციები არ არის. და როცა ქუჩის აქციებზე აქ რაღაც აგდებული ტონით საუბრობენ, მე მინდა გაგახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ქუჩის აქციების შედეგად დადგა და არა დიალოგის შედეგად. აქ საკითხი სხვა რაღაცაზეა. შედეგი თუ ექნება, ხალხი დიალოგის მომხრეც იქნება, ქუჩის აქციების მომხრეც იქნება. მე უბრალოდ მინდა გთხოვო დათო, შენ პირველ რიგში აი პირველად ვარ ეს ერთმანეთის პირისპირ 7 ნოემბრის ტრაგედიამდე მე ვიყავი ბოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან, ვინც აწარმოებდი მოლაპარაკებებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 6 ნოემბრის საღამოს ვეხვეწებოდი საკუთარ კაბინეტში ხელისუფლების პირველ პირებს, რომ აი გაზაფხულზე არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით მიგვიღო გადაწყვეტილება, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა. მე ნახეთ რაც უნდა 7 ნოემბრის ტრაგედიაც დადგა და არჩევნები მაინც გაზაფხულზე ნიშნდება. ეხლა თქვენ მინდა გთხოვოთ, კინწურაშვილს და თარხნიშვილს ნუ გადავაყოლეთ საქართველოს ბედს. თქვენ ამბობთ რომ ამისი მზაობა არსებობს, პალიკო რა პრინციპული მნიშვნელობა 2 საათზე გაკეთდება ეს პირველის ნახევარ თუ 12-ზე. რაღაცა წვრილმანების გამო ისევ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ნუ გავაკეთოთ. ჩვენ მზადავართ, მე გეუბნები. თელი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გეუბნები. ჩვენ მზადავართ დიალოგისთვის. ქვეყანას ნამდვილად ჭირდება რომ საკითხები გადაწყვეტს არა ქუჩაში, არამედ ერთხელ მაინც დიდი მადლობა. ჩვენ მოვალთ დიალოგზე. ოღონ ამ ორ ადამიანს ნუ გადავაყოლებ. დიდი მადლობა კახა. გადადგნენ დიალოგი გრძელდება. დიდი მადლობა, ეს იყო კახაკუკავას პასუხი გისმენთ. დარბაზს მინდა მივცე რამდენიმე რეპლიკისთვის. მიკროფონი. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ სურდეს დიალოგის გაგრძელება და დიალოგის გზით ამ საკითხების გადაჭრა, მაგრამ აუცილებლად პროდუქტიული უნდა იყოს ეს დიალოგი და კიდევ ერთი თხოვნა თუ შეიძლება ამ დიალოგის დროს რაც შეიძლება მეტი იფიქრეთ ხალხზე, ცოტა უფრო მშვიდად და მეტი სიყვარული. თქვენ ფიქრობთ რომ ხალხზე არ ფიქრობენ? აი მე ვისურვებდი რომ გაცილებით მეტს ფიქრობდნენ ხალხზე. კარგი, დიდი მადლობა. გისმენთ? ხმებია გამომსვლელის აზრს, საზოგადოება ელოდება დიალოგის დასრულებას და შედეგს.
ხანგრძლივობას გააჩნია დიალოგისას და შედეგი აუცილებლად როდის დადგება ეს შედეგი. კარგით, გისმენთ. ხალხისგან იყო პროტესტი კი არა, ხალხისგან იყო იმედი იმის, რომ დიალოგი შედგებოდა და ოპოზიცია შეძლებდა ამას, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მოატყუეს ხალხი ამაში. რაში მოატყუეს? რომ მათ არ შეუძლიათ დიალოგზე წასვლა და მე მგონი და ის 15 თებერვალს გამოჩნდება ის, რომ არა მოიმატებს ხალხის რაოდენობა იქ, არამედ დაიკლებს. ჩვენ ხალხს ამის დიდი იმედი გვაქვს. ეგეთი განცხადება და ნახავს. კი ბატონო, ბძანეთ და შემდეგ ბატონი კახას გვერდით მიკროფონი. ბატონო პალიკო, ბუნებრივია დიალოგი სულ საქართველოს მთელ მოსახლეობას, მაგრამ დიალოგს უნდა თავისი გამოცდილება და ხელისუფლება ამაში არის ბუნებრივია დილეტანტი. ქალბატონო ინგა შეიძლებოდა ნამდვილად აი ამ გადაცემას დასდებოდა ასეთი ქუდი როგორც ჟურნალისტები ეძახით, წინა სიტყვაობა, რომ ხელისუფლებას საკუთარ დიქტატურულ ბრჭყალებში მოქცეული ყავს საზოგადოებრივი ტელევიზია და არა მარტო საზოგადოებრივი ტელევიზია, რაც არის, რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენის სკოლის საზოგადოებაზე, CSKO, რომელიც 4-5 წელიწადში ძველი სათაური გამოვიდოდა ძალიან გეთახმებით. CSKO, რომელიც 4-5 წელიწადში ერთხელ ქმნის პოლიტიკურ ამის ქვეყანაში, სასამართლო სისტემა, რომელიც პატიმრის სტატუსს ანიჭებს ნებისმიერი მოწინააღმდეგის ამ ხელისუფლებისა და ბუნებრივია ბატონი ტყეშელაშვილი, ბატონი პავლე 7 სახეებით საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ მათთვის ეს სისტემა. კარგია, 7 სახეებით საუბარი, აღარ გვინდა აგრესიული საუბარი. ეს მართლობის სისტემა ბუნებრივია მისაღებია მათთვის, როგორც ავტორიტარებისთვის, ხო და მთელი ხელისუფლებისთვის, მაგრამ აბა დიდი მადლობა. გმადლობთ. დავასრულებ, რა თქმა შეიძლება, მაგრამ აბა კითხეთ ხალხს, ხო? ხალხის პასუხები იქნება აუცილებლად, ამ ხელისუფლებამ გაიარა არაერთხელ ბეჭდის ხიდზე, ახლა დავასრულებ, თუმცა ისინი უკან აღარ იხედებიან, გადადიან ბეჭდის ხიდზე და შემდგომ უკან აღარ იყურებიან. დიდი მადლობა. პირველი ბეჭდის ხიდი ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები, ეხლა მოდის. აი ესეთი აქტიურები არიან ახალგაზრდები, მაინც ისინი ყველაზე უფრო აქტიურები, გისმენთ? მიშა, თუ შეიძლება შემდეგ აქ მიკროფონი და მე რეკლამას გავუშვებ. აუცილებლად უნდა შედგეს დიალოგი და სააუცილებლად ხელისუფლება უნდა წამოვიდეს, ვალდებულია წამოვიდეს დიალოგზე. ოპოზიცია არ არის დესტრუქციული ძალა. არჩევნებმა ძალიან ბევრი კითხვები დატოვა, ამიტომ მე ამ კითხვებს უნდა გაიცეს პასუხი და მეგობარს მინდა უთხრა, რომ თუ გინდა ცოტაც მოვიდეს. ეს გვინდა რომ ცოტა მოვა ბევრი მოვიდ, იმ ცოტასაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. კარგით. მე ვფიქრობ, რომ დარბაზის აზრი იყო დაბალანსებული. ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მე დარბაზთან კვლავ გადმოვალ შეკითხვით, თუმცა რეკლამის შემდეგ მინდა დავბრუნდე ეთერს კვლავ ამ შეკითხვაზე პასუხით. 15 თებერვალი შეიძლება თუ არა ვთქვათ ეს 15 თებერვალი დაიწყოს და აღარ დამთავრდეს გულისხმობ საპროტესტო აქციებს. ოპოზიციამ დაიქადნა, რომ ეს იქნება ფართომასშტაბიანი აქცია, ისეთი როგორიც არ ყოფილა ვარდების რევოლუციისას. რამდენიმე წუთში ჩვენ ეთერში ვართ. პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან, ჩაშლილი დიალოგი, ქუჩაში გადასული დიალოგი და ასე შემდეგ. ჯერჯერობით პასუხი არ არის ამ სამ დღეში მოასწრებს თუ არა, თუნდაც უმრავლესობა გადაწყვიტოს ყველაფერი ისე, როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს არის მთლიანად უმრავლესობის გადასაწყვეტიო, რომ 15 თებერვალს მემორანდუმის პირობები იყოს შესრულებული. მე მინდა დათო ტყეშელაშვილთან გადავიდე შემდეგი შეკითხვით. აი 15 თებერვალი, ეს იყო ოპოზიციისთვის ათვლის წერტილი ერთგვარი ამ მემორანდუმთან მიმართებაში. თუ თქვათ არ მოხდება ამ ყველაფრის დაკმაყოფილება, ამ მოთხოვნების დაიწყება აქციები. როგორ ფიქრობთ თქვენ, შეიძლება თუ არა ეს აქციები დაიწყოს და როგორც ისინი იმუქრებიან აღარ დამთავრდეს? აქციების ვთქვათ ორგანიზების უფლება არავისთვის არ ჩამოურთმევია, ბუნებრივია აქ კითხვები ამ თვალსაზრისით არ არსებობს. მე მინდა ერთი რამე ვთქვა უბრალოდ, ჩვენ გვესმის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რეალურად შევიდა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში. მათი საარჩევნო კამპანია ნოემბრიდან მოყოლებული პრაქტიკულად სხვა ფორმებს, სხვა შინაარსს ვეღარ შეიძენს. ის ვერ იქნება პოზიტიური კამპანია, ის ვერ იქნება კამპანია დაპირებებისა მაგალითად იმ სახის თუნდაც როგორცაც გასცემდა საქართველოს ხელისუფლება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კონკრეტული პროცესი, ანუ დიალოგში შესვლა, დიალოგიდან გამოსვლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ოპოზიციისათვის ეს უნდა ესმოდეს ჩვენ საზოგადოებას რეალურად ემსახურება ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის ძალიან კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს. დიდი მადლობა, ბატონო კობა. ჩვენ რა თქმა უნდა სულ დაპირებები არ გვექნება, იმიტომ რომ ერთხელ გვახსოვს რა დაპირებები გაიცა
კონკრეტულად ანაბრების თაობაზე და როგორ არ შესრულდა ეს დაპირებები, რომ დღემდე ვერ იხსენებს ხელისუფლების ერთ-ერთი პირი ამ დაპირებას და კვლავ გვიწევს ფართო პოლიტიკური სკლეროზის კურნალობა სახალხო აქციების გზით. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულ დაპირებებს ვერ გავცემთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი წინასწარ დაიხარჯა სწორედ ხელისუფლების საარჩევნო კამპანიაში და ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ. ჩვენ ხალხს გზის მდინარეებს და კამფეტების წვიმას არ ვპირდებით. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ქვეყანაში უნდა იყოს სამართალი და იყოს კანონი. მე ვარ ხალხის პარტიის ლიდერი. ჩვენი პარტიის პრიორიტეტი არის სოციალური საკითხები, მაგრამ მე ვადასტურებ ამას, რომ სოციალურ საკითხებზე ბევრად ნაკლები ადამიანი გამოდიოდა საპროტესტო აქციაზე, ვიდრე ღირსების საკითხებზე. იმიტომ რომ ღირსება ჩვენი ხალხისთვის არის მთავარი. და თუ ვინმეს გონია რომ ჩვენ ან დავიღლებით, ან უკან დავიხევთ, ან რაღაცა მოგვბეზრდება, არც დავიღლებით, არც მოგვბეზრდება და არც უკან არ დავიხევთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კი არა ვართ ხალხის ხელმძღვანელები, ხალხი ხელმძღვანელობს ჩვენ. წეგან ბატონი რამაზი საუბრობდა სწორედ ამ თემაზე, რამაზ საყვარელიძეს მინდა დაუსვა კითხვა. ბატონო რამაზ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას აწყობს ამ მოლაპარაკების ჩაშლა, იმიტომ რომ ეს არის მათი საარჩევნო კამპანია. როგორ ფიქრობთ თქვენ, არის ამაში ლოგიკა, შესაძლებელია იყოს ეს ასე თუ არა? ლოგიკა ყველაფერშია. ოღონდ ხელისუფლებას აწყობს და ოპოზიციასაც აწყობს, თუ კი ეს პროცესი მოლაპარაკებას თუ დავარქმევთ თუ დიალოგს, იქნება შედეგიანი. შედეგის შემთხვევაში ოპოზიცია შეიძლება თქვას, რომ მან მიაღწია ამ გზით, პოლიტიკური გზით შედეგს, ხელისუფლება შეუძლია თქვას, რომ მან ხალხს მოусმინა და ის ხალხის ხელისუფლება და ასე შემდეგ. ისე რომ არის აი ამ ურთიერთობაში ის ვარიანტი, რომელიც ორივეს აწყობს. ისე რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის გასვლა ქუჩაში ნამდვილად არ არის მათთვის უფრო მომგებიანი ვარიანტი, ვიდრე შედეგიანი დიალოგი. კარგი, ერთი კითხვა მინდა დავსვა და შემდეგ კვლავ შეკითხვით კახა კუკავასთან. მიხეილ სააკაშვილი, რას გეუბნებათ? აი სახელმწიფო მინისტრი ბრძანდება აქ, თქვენ მისი უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური სახე, როდესაც ალბათ საუბრობთ მასთან დახურულ შეხვედრებზე ამ მემორანდუმის შესახებ. როგორი არის მისი პოზიცია? საინტერესოა ეს. რა კომენტარი გააკეთა მან, ან რა გითხრათ, როდესაც თქვათ ოპოზიციამ ბოიკოტი, უფრო სწორედ ჩაშალა ეს მოლაპარაკებები და გადაწყვიტა, რომ საერთოდ წყვეტს დიალოგს. როგორი არის ზოგადად მისი დამოკიდებულება? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ როგორც როგორ არ მითხრათ, რომ არ ვსაუბრობთ თუ ამ თემაზე საერთოდ ერთიანი გუნდი და ბუნებრივია ჩვენი ის პოზიცია, რომელიც ყალიბდება თითოეულ ამ პუნქტთან დაკავშირებით, არის შეთანხმებული გუნდის ყველა წევრთან და გუნდის ლიდერთან, ბუნებრივია ესა. აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ ნამდვილად ვართ მზად იმისათვის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ. ბატონო რამაზი რაღაცა თითქოს მორიდებით საუბრობდა ერთგვარად ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არანაირი სისუსტის მანიშნებელი არ არის ამ პროცესში ბოლომდე მიყოლა და ამასთან დაკავშირებით მე მიმაჩნია, რომ პოზიციაც საზოგადოების უნდა იყოს სწორედ ესეთი. გამარჯვებული იქნეს მხოლოდ ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები, ეს დიალოგი დამთავრდება წარმატებულად. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ამოცანა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანის განხორციელებაში ჩვენი ოპონენტები ნამდვილად არ იქნებიან დესტრუქციულები. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება ვისაუბროთ სწორედ დიალოგის შედეგებზე და ვისაუბროთ პოლიტიკური დებატების რეჟიმში და არა აქციების რეჟიმში. თუმცა პოლიტიკური დებატების რეჟიმში თავის დროზე ალბათ რომ ესაუბრა ხელისუფლებას, ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ შესაძლებელია ნოემბრის დღეებში ამდენი ხალხი ქუჩაში არ გასულიყო. ძალიან კარგი, თუ კი დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ იგი არის მზად ისაუბროს პოლიტიკური დებატების რეჟიმში. კახა კუკავასთან მინდა გადავიდე შეკითხვით. ეს არის რეალურად წინასაარჩევნო კამპანია. ქალბატონი ფიქრიაც გაგვცემს ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხს. და რეალურად მართლაც აწყობს დღეს ოპოზიციას, ხომ? რომ იგი გამოვიდეს ქუჩაში, მან ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყოს, იმიტომ რომ ეს იქნება მისთვის საარჩევნო კამპანია. ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მარტივი ლოგიკაა, მემორანდუმი გამოქვეყნდა 29 იანვარს და ჩვენი თვითმიზანი რო ყოფილიყო აქციები და არა მოლაპარაკება, მაშინ ჩვენ აქციებსაც 29 იანვარს დავიწყებდით პირდაპირ ამ მოთხოვნების შესრულების მოთხოვნით. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს მოთხოვნები 29-ში და 15 თებერვალამდე დავტოვეთ დრო მოლაპარაკებებისთვის. გარდა ამისა,
გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა და მე არაერთხელ ამისთვის ხაზი გამისვია, რომ არც ერთი ეს პუნქტი არ არის ულტიმატუმი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 17-დან 17 პუნქტი უნდა თუმცა ბატონი პავლეს კომენტარებში იყო მუდმივად ამაზე საუბარი, როდესაც მე პრესას ვეცნობოდი, რომ ეს იყო ულტიმატუმი. პავლეს შეუძლია ბუნებრივად დააზუსტოს ხელისუფლების პოზიცია, მე უფლებამოსილი ვარ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დააზუსტო გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია. არც ერთი ეს პუნქტი არ არის ულტიმატუმი და არასდროს ჩვენ არ მოგვითხოვია და არც ახლა არ ვითხოვთ, რომ მაინც და მაინც 17-ვე პუნქტი უნდა შეცვლილდეს და მაინც და მაინც იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კომპრომისის ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიაცია. მე მიმაჩნია ხა ამ შემთხვევაში მე სუბიექტური ვარ, მაგრამ მე მგონია რომ ეს მოთხოვნები არის ძალიან ზომიერი. მოდით შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს მემორანდუმი არ შეიცავს მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას, მე მგონია ეს ყველას გახსოვთ. ამ 17 პუნქტში არის უამრავი სხვადასხვა მოთხოვნა, 17 მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია მედიის თავისუფლებასთან, პოლიტიკურ თავისუფლებებთან. საუბრობთ 17-დან 3 პუნქტის შესრულებაზე ამ ეტაპზე. თანაც ჩვენი აზრით, როდესაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა ეროვნულ საბჭოში, შევარჩიეთ ყველაზე ნაკლებად, აი ფიქრი ამაც ახსენა, ჩვენი აზრით ყველაზე ნაკლებად პრობლემატური საკითხი. ჩვენ ხო არ დაგვიწყია იქ მოთხოვნებში არის მერაბიშვილის და კოდუას გადაყენების მოთხოვნაც. ჩვენ ვიცით როგორ მტკივნეულად აღიქვამს ხელისუფლება ამ ორ საკითხს. ამიტომ შევარჩიეთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი აზრით ყველაზე ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა ხელისუფლებისთვის. 17-დან 3. თუ კი ამ 17-დან 3 საკითხთან დაკავშირებითაც ვერ ხერხდება მთელი ამ მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების მიღწევა. მაშინ გვითხარით დავაზუსტებთ თქვენი შეთანხმება რას გულისხმობს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ მემორანდუმის ყველა პუნქტზე. მოკლედ დავაზუსტებთ რა მდგომარეობს ულტიმატუმი. ულტიმატუმი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ თუ აი ამ დიალოგის პროცესში 3 მოთხოვნა ეხლავე, ხვალვე, მომდევნო შეხვედრამდე არ იქნა თქვენი მხრიდან რაღაცნაირად პასუხგაცემული, ჩვენ შევწყვეტ დიალოგს. აი ეს არის ულტიმატუმი და ეს არის ის, რაც ზოგადად ხელს უშლის გადაწყვეტილებებს მიღების პროცესს. წამოდით იმ გზით, როგორიცაც მოდიოდით, იმ კომპრომისებით, რომელზეც იყო საუბარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები მიღწევადია. კი ბატონო, დავუსვით. დავუშვათ, წამოვედით ჩვენ ამ გზით და დავივიწყეთ ჩვენ შეთანხმება 3 პუნქტზე და შევთანხმდით 17-ვე პუნქტზე და მე ამ შეთანხმებულ 17 პუნქტზე აღარ ასრულებთ თქვენ ამ შეთანხმებას. მე რა ვქნათ? რას ნიშნავს ესე იგი? არა, უკაცრავად. 3 პუნქტზე შევთანხმდით, არ შეასრულეთ და ეხლა გვეუბნებით, რომ ულტიმატუმია თქვენგან ამ შეთანხმების შესრულების მოთხოვნა. არანაირი შეთანხმება ამ 3 პუნქტთან დაკავშირებით არ იყო ბატონკობა და გახსოვთ თქვენ ეს და ჩვენ მქონდა ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ შემდეგ შეხვედრაზე იქნებოდა მთლიანად აი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით, ყველა პუნქტთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბდა. ერთ პუნქტზე იყო 4 შაბათივა და მეორეზე იყო პარასკევი და მესამეზე იყო ორშაბათი. მე არ ვარყოფ, ორშაბათიც იყო ერთ-ერთ პუნქტზე, მაგრამ იყო 4 შაბათიც და იყო პარასკევი. ავიდა 4 შაბათი არ შესრულდა ერთი. ავიდა პარასკევი არ შესრულდა მეორე და ანუ მე როგორც მივხვდი, ხვალინდელ შეხვედრაში არის ყველაზე დიდი ინტრიგა, ხო, ჩადებული ბატონო პავლე. ცოტა უფრო გახსნილად რომ ვისაუბროთ. აი ამ პოლიტიკური ენის მიღმა, ანუ თუ ხვალ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რაღაც ისეც გაიგებდა ოპოზიცია, რაც დღემდე არ მოусმენია. ოპოზიცია გაიგებდა ხელისუფლების პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ამ მემორანდუმში. ხელისუფლების პოზიციას თუ გადაწყვეტა საკითხი. ხელისუფლების პოზიციას ამასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით შეთანხმებაც მოხდებოდა. მაგრამ თუ ახლა დამოკიდებულება არის ესეთი, რომ მოდით ჯერ ტელევიზიით გავიგებთ თქვენ პოზიციას და შემდეგ ვნახოთ გეწვიოთ თუ არა იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, ვაპატებთ, რომ ეს არასერიოზული დამოკიდებულება ნებისმიერ ამეთანხმებით. კარგით, მე ქალბატონ ფიქრიას ვაძლევ სიტყვას და შემდეგ მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ დღეს ტელევიზიით გაახმოვანოთ ერთი გადაწყვეტილება მაინც იმისთვის თუნდაც, რომ მაყურებელმა დაიჯეროს, რომ არსებობს რაღაც გადაწყვეტილება და ეს არ არის უბრალოდ დიალოგი გადაცემისთვის, სატელევიზიო გადაცემისთვის. გისმენთ ქალბატონ ფიქრი? მე ამ შემთხვევაში მინდა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას მოუწოდო და მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არ გაჯიუტდება. არასერიოზული იქნება ის დამოკიდებულება, თუ კი ჩვენ აი ასეთ რაღაცა პინგ-პონგის პრინციპს შემოვიტანთ ამ მოლაპარაკებებში. თუ პოლიტიკური ნება არსებობს და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, აქ ბატონი რამაზიც ბრძანებდა, რას კარგავს ხელისუფლება, რომელსაც ამ შემთხვევაში შეუძლია ხელისუფლების მხარეს, რომ საზოგადოებას დაანახოს, რომ ის არის მზად კრიზისი დაძლიოს. თვალებში შევხედოთ რეალობას, რომ ეს კრიზისი არსებობს ქვეყანაში. ისე ნუ ვილაპარაკებთ, რომ 5 იანვრის არჩევნები იყო ისეთი არჩევნები, რომელმაც განმუხტა ყველანაირი კრიზისი. 7 ნოემბრის შემდგომი კრიზისი დანიშვნით შეიძლება განიმუხტა ამ არჩევნების, მაგრამ თავად 5 იანვრის ფაქტმა, არჩევნების ფაქტმა და გამოცხადებულმა შედეგმა ეს კრიზისი გააორმაგა და გაამძაფრა. სწორედ ამიტომ იყო ის ამდენი ადამიანი ქუჩაში გამოსული და ამ რეალობას უნდა შევხედოთ და არა იმას თქვათ, კობამ
განცხადება გააკეთა, ფიქრია დღეს ამ განცხადებას გააკეთებს, დათო და პალიკო ხვალ ამ გუნებაზე დადგებიან, ყველა მკეთილი ვინებოდ დამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. ამ ქვეყანაში თუ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ საზოგადოება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ნორმალურად, სამართლიანად, ვინც რა შედეგს მიიღებს, ის შედეგი დაუფიქსირდება და არავინ არ მიიტაცებს ისე შედეგს, რომელიც მას არ მიუღია და არ ეკუთვნის არანაირი გაგებით. მაშინ მართლაც უდიდრება ეხლა მე ბატონ დათოს უნდა მივცე სიტყვა, მაგრამ რომ აღმოჩნდეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის ზუსტად ისეთი, როგორც იყო საპრეზიდენტო. სამართლიან არჩევნებში, იგივე თუ კი აღმოჩნდება ასეთი შედეგები, ჩვენ ყველანი ვიქნებით ვალდებულნი, ჩვენ ხო არ გვითქვამს, მე ამ შემთხვევაში ვამბობ ახალი მემარჯვენეების პოზიციას, ხო არ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურში ვერ გავიდა. ჩვენ თქვით, რომ მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი და მეორე ტური უნდა შედგეს აუცილებლად. როგორ არ უნდა დაუბრუნდეთ და თუ ამ ყველაფერმა გააჩინა მთელი ეს დუბლობა არჩევნებისადმი, რომელიც დღეს არის და ეს რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და დასკვნები დიალოგის განწყობაზე და ბუნებაზე თქვენ როგორ ფიქრობთ? და ერთი მომენტი, მე არ მინდა რომ საზოგადოებას მოეჩვენოს, რომ აი იმ რაღაცა სამ საკითხზე აღმოჩნდა მხოლოდ ფოკუსირებული მთელი ასე ვთქვათ პრობლემები. ჩემთვის პირადად უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რომლის თაობაზეც აი ამ შეხვედრების დროს იყო საუბარი, საგამოძიებო ჯგუფის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პოლიცია, უშიშროება, პროკურატურის წარმომადგენლები არ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და არ მონაწილეობდნენ პირდაპირ. არ აშინებდნენ კონკრეტული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორია ხელისუფლების პოზიცია დღეს იცით, ან თქვენ მე ვამბობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე იმედი მაქვს, რომ ხვალ მოვისმენ ამ გადაწყვეტილებას ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ეს ხვალინდელი შეხვედრის გადაწყვეტილება უნდა მოისმინონ მხოლოდ ახლებმა და მრეწველებმა. იქნებ შესულიყავით ბატონკობა, ბატონკახა. მოდი, ეხლა მე უნდა დაგისვათ შეკითხვა და თუ შეიძლება ერთი წუთით ბატონკობას პასუხი მიგე. არის უამრავი ისეთი საკითხი, რომელიც ქმნის გარანტიას იმისას, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. თუ ეს არ მოხდება, ვისაც არ უნდა მოინდომოთ, რომ გადავაბრალოთ, რომ დიალოგი არ შედგა და არ ჩატარდა. ჩვენ ქვეყანას მივიყვანთ უბედურებამდე და მე არ მგონია, რომ უბედურების მიყვანაში ვინმე რაიმე მოიგოს. ბატონო, ამას ცოტა მოგვიანებით თქვენი პროგნოზი იქნება, პროგნოზი კი არა, უпростоრეთ ანალიზი იქნება, საინტერესო ქვეყანას მივიყვანთ უბედურებამდე. არის თუ არა, ვთქვათ, ამ პროგნოზის გაკეთება დღეს შესაძლებელი 2 წუთში დაგიშავთ კითხვას ამაზე. მანამდე კობა დავითაშვილმა მითხრას მოკლედ, თუ მოხდება ისე, რომ საპარლამენტო არჩევნებში, ვთქვათ, მმართველი პარტია დღევანდელი აღმოჩნდება იგივე პროცენტებით, რა პროცენტით ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტოზე. შეეგუებით თუ ამ არჩევნებში არ იქნება ამორჩეულთა ხმის მიცემა პრინციპით, რომ 9 წამში ერთმა კაცმა მისცა ხმა, რა თეორიულად შეუძლებელია. თუ ამ არჩევნებში არ იქნება ორი ოქმი, რომელიც ერთი ჩვენ გვიჭირავს ხელში და მეორე ხელისუფლებას და ჩვენთან წერია 225 ხმა მიხეილ სააკაშვილის და მათ ოქში წერია 1225 ხმა. თუ ასეთი ოქმები არ იქნება, თუ 9 და 10 წამში მიცემული ხმა არ იქნება, მაშინ დაიხევა ყველა საჩივარი. თუ საჩივარი განხილული მაინც იქნება და მერე იქნება უარი ნათქვამი და განხილვაზე არ იქნება უარი თავიდან, თუ მეტნაკლებად სამართლიანად ჩატარდება პროცედურა, ხალხი რასაც გადაწყვეტს, ჩვენ ვართ ხალხის მსახურები. მე დათო ტყეშელაშვილს უნდა მივცე ახლა სიტყვა. ორი ოქმი, რომელშიც ერთში 1000 ხმით ნაკლები ეწერება სააკაშვილს და მეორეში 1000 ხმით მეტი. თუ ჩვენ გვეტყვიან, რომ იცი რა, 7 საათიდან 8 საათამდე იმდენი ამორჩეული მოვიდა, რომ 9 წამში ერთი კაცი აძლევდა ხმას და ჩვენ ეს უნდა არ გადავყლაპავთ, ბატონო. არც 2003 წლის ნოემბერში გადამიყლაპია ეს შეურაცხყოფა და არ გადავყლაპავ არც ეხლა. დიდი მადლობა. როდესაც დათო ტყეშელაშვილი წეგან საუბრობდა, მან თქვა, რომ მე მესმისო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიანო. მე ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ ოპოზიციის მისამართი თქვით ეს. თუმცა ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობაც და ამაზე პირდაპირ მეტყველებდა თქვენი დანიშვნა სახელმწიფო მინისტრად რეგიონებთან მიმართებაში. გულისხმობ იმას, რომ დათო ტყეშელაშვილი იყო ძალიან ბევრი დიდი ხნის მანძილზე ძალიან გამოცდილი პარტიული კადრი. ანუ მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს მუდმივად მიდის საუბარი, რომ სააკაშვილი ვთქვა თბილისში მან წააგო, მაგრამ იგი არ არის მარტო თბილისის პრეზიდენტი, არამედ რეგიონების. აი ამ ერთ კონტექსტში მინდა დაგისვათ კითხვა, რამდენად მზად არის ხელისუფლება დღეს, რომ არ გააყალბოს არჩევნები და არ დაიდოს ვთქვა პასუხად, რომ იგივე რეგიონების პრეზიდენტის პრინციპით, როგორც დღეს ვთქვა, თქვენ ამბობთ თქვენს პასუხს, ასევე საპარლამენტო შედეგებზეც არის თქვას. ხელისუფლებას არ გაუყალბებია ის არჩევნები, რომელზეც იყო საუბარი, მე ხა ამის არა, მე ოპოზიციის
ბრალდებებს ვდებთ ამ კითხვას. მე არ დავიწყებ კონკრეტულ ვთქვათ ბრალდებებზე პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ყველა ამ საკითხზე ძალიან ადეკვატური და შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული, მათ შორის ამ სტუდიაში არაერთი დებატის პირობებში. ქალბატონ ფიქრია ბრძანებდა ნების, ესე ვთქვათ, არსებობაზე. მე კიდევ ერთხელ ვთქვათ, გადაცემის დასაწყისში ვთქვი და კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ხელისუფლებას ბუნებრივია აქვს ნება იმისა, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, წავიდეს გარკვეულ კომპრომისებზე, მათ შორის მემორანდუმში ჩამოყალიბებულ პუნქტებთან დაკავშირებით. აქ მე მგონი კითხვები ამ თვალსაზრისით აღარ უნდა არსებობდეს. ეს ერთი. მე ერთი ესეთი ისტორიის გახსენება მინდა 2003 წლამდე აი მავახსენებულ არჩევნებამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე 2003 წლის ნოემბერში პარლამენტში ვისხედით სულ 24 გაერთიანებული დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობის ერთიანი ფრაქცია. 24 ადამიანი რამდენის წინააღმდეგ. 24 ადამიანი ორი სხვადასხვა ფრაქცია იყო, მაგრამ ჯამურად ვამბობ, იმიტომ რომ დაახლოებით ერთ თემებზე ვსაუბრობდით და ძალიან ხშირად ერთმანეთს ძალიან აქტიურად უჭერდით მხარს, რის შედეგიც არის შემდეგ, ეს ვთქვათ, პოლიტიკურად რა მოუვიდა ამ ორ პოლიტიკურ გაერთიანებას შერწყმის თვალსაზრისით და შემდეგ. მე უბრალოდ მინდა გაგახსენო, 24 ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ხმალამაღებული ადამიანი, რომელიც არ ტოვებდა საპარლამენტო დარბაზს, საპარლამენტო ტრიბუნას, მიკროფონს, არ ტოვებდით ერთი რამის გამო, რომ არ მიგვეცა მინიმუმ შესაძლებლობა მაშინდელი უმრავლესობისათვის გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც ისინი ანუ თქვას არიგებთ ეხლა ოპოზიციას, რომ მათ არ უნდა დატოვონ ბოიკოტის ნიშნა. ეს მაგალითი მოვიყვანე ერთი რამის დასადასტურებლად, რომ დიალოგი ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება არ არის ცუდი, რბილად რომ თქვა. უფრო მეტიც, ეს არის შესაძლებლობა, ეს არის იარაღი, შენი ხმა მიაწვინო საზოგადოებას. ოღონდ მიაწვინო არა ესე ვთქვათ, მიაწვინო კონკრეტულ დაპირებებზე, რომელსაც გავცემდით და გავცემთ კიდევაც. მაშინ არსებობდა ოპოზიციური ტელევიზიები, სადაც ჩვენ შეგვეძლო ყოველდღე დებატებში დამჯდარიყავით. და სახელმწიფო არც ერთი წუთით უკაცრავად სახელმწიფო ტელევიზიაში ვარ, სად ვართ ახლა დებატების პირობებში ვყვებით ერთი კონკრეტული გადაცემის მაგრამ მთელი წლები გაატარეთ თქვენ დებატების გარეშე. და მაშინ იმ ხელისუფლებას არ გაუტარებია ერთი დღეც კი დებატების, ყოველ დღე იყო დებატები. ეს დაგავიწყდა? არა, ხელისუფლება კი არა, როცა ხელისუფლება მოინდომა ტელევიზია რუსთავი 2-ის დახურვა, მაშინ ხალხმა და პარლამენტმა დაიცვა რუსთავი. და დღეს, როცა იმედის დახურვა მოინდომა, მშვიდად დახურვა. აი ეს არის განსხვავება. როდის მოინდომა? რა პირობებში? ძალიან მაინტერესებს, როდესაც ჟურნალისტები რო წამოვიდნენ ტელეიმედიდან, როდესაც იყო მუდმივი კონფლიქტი ამ კომპანიის ნოემბერში შევარდით და დაარბიეთ სტუდიადან. აქ შემდეგ მოვლენებზე გეკითხებით, ბატონო გოგა და შეიძლება ეს მოვლენები რატო? არ გაწყობთ ამ საუბარი გავიგე, მაგრამ მე რომ დავახსოვს 7 ნოემბერს ბადრის სცენარზე თუ ვისაუბროთ, შეგვიძლია ბადრის სცენარზე საუბარი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ეხა კიდე ეს ჩემი თვითმიზანი არ გახლავთ ვისაუბრო წარსულზე და დეტალებში ჩავეძიო კიდევ ერთხელ. უბრალოდ ილუსტრაციისათვის მოვიყვანე ის მაგალითი, რომელიც გარწმუნებთ თქვენს და ჩვენს. როგორც ოპოზიციას, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან კარგად წაადგენდა. პირდაპირ მინდა გითხრათ, მეტი საშუალება იყო მაშინ ოპოზიციის თავისუფალი მოღვაწეობისთვის, ვიდრე თქვენი ხელისუფლების პირობებში. ბატონო გოგო, მეც მინდა ძალიან პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ცვლად ვისაუბროთ ბატონი პატარკაშვილის გეგმებზე, რომელიც ნათელია მთელი სიამოვნებით ვისაუბროთ. ძალიან სხვა გადაცემის თემაა, თუ შეიძლება ჩვენ კონკრეტული შეთანხმების პოლიტიკური ჯგუფი იყოს. კახაკუკასადობას გაერგება რა თქმა და იმედი მაქვს, რომ ესე არ მოხდება. რაც შეეხება თვითონ დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით და იმასთან თუ როგორ ავართ მზად ამ დიალოგისათვის, ქალბატონი ფიქრია ბრძანებდა, რომ მათი მხრიდან არის ყოველგვარი მზაობა ამისათვის, მაგრამ სამწუხარო მაგალითი მაქვს ამის, როდესაც ნოემბრის თვეში მიმდინარეობდა საარჩევნო კოდექსის გადახედვა, მაშინაც იყო რომ კონსერვატორებმა, რესპუბლიკელებმა თავიდანვე დატოვეს სამუშაო ჯგუფი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობა ახალ მემარჯვენეებთან და მრეწველებთან ერთად იმისათვის, რომ მიგვიღო რაღაც დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა მცირე, მაგრამ კონსენსუსის საგანი და რა მივიღეთ შედეგად. მიუხედავად შეთანხმებისა, შედეგად მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ახალ მემარჯვენეებს რატომღაც არ ესიამოვნათ იმის გაცხადება, რომ მათი ყველა მოთხოვნა უკლებლივ იყო დაკვაყოფილებული და მაინც ბოიკოტი გამოუცხადეს ამ საარჩევნო კოდექსსაც კი, სადაც ყველა მათი მოთხოვნა იყო გათვალისწინებული. კარგი, დიდი მადლობა.
დიდი მადლობა. ქალბატონო ფიქრია, არ ეს შეაფო. შედეგით იცნობა. კარგით, არ გვინდა კოდექსზე საუბარი. თუ შეიძლება. საუბარი იყო იგივე ბათილბიულეტებთან დაკავშირებით რაც შეიწერა, იგივე საარჩევნო კომისიაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. როდის გაკეთდა ეს კეთდებოდა ზუსტად იმ სამუშაო ჯგუფში, რომელშიც ახალი მემარჯვენეები იღებდნენ მონაწილეობას. თუ შეიძლება, ქალბატონო ფიქრია, ძალიან მოკლედ და მე დარბაზთან გადავდივარ. ხვალ, გინდათ რომ მაინც და მაინც ჩვენ თუ არ ვთქვათ მონაწილეობა. თქვენ ფიქრობთ რომ აქეთკენ ვიღავს ეხლა ბასა. რომ არ გაცხადდეს თქვენი გეგმები რომ არ გინდათ არაფრის გაკეთება თორე ჩვენ. ფიქრია, მე მინდა რომ თქვენ მოგზანდეთ და თქვენ არ მიხსოვდება იმის, შედავრად ღირშია. ეს შეთანხმება მიღწეულია და თუ თქვენ ჩვენ ვიტყვით რომ არა ვერანაირად ვერ ვთანხმდებით, ეს არ არის პასუხისმგებლობა. ხვალ და გავიგებთ თქვენგან და ვიდრე თქვენ გაიგებთ, ხომ შეიძლება რომ დღეს მაყურებელმა გაიგოს ერთი გადაწყვეტილება მაინც, რომელზეც ქალბატონო ფიქრია, თუ შეიძლება ერთი გადაწყვეტილება მაინც, რომელზეც მიდის ხელისუფლება. აი დღეს ვართ ეხლა პირდაპირ ეთერში, გვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი. გვითხარით ერთი მაინც იმ მემორანდუმის პუნქტებიდან რომ მე ვთქვა რომ დღევანდელი გადაცემა იყო შედეგიანი. იმ სამი მოთხოვნიდან რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჟღერდება ჩვენი ოპონენტების ბატონი კოლბას მიერ პირველ რიგში, ერთ-ერთი რომელიც პირდაპირ იყო მემორანდუმში, ხვალ იქნება მსჯელობისაგანი და ჩვენგან იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ეს იყო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული, დანარჩენი ორი მოთხოვნა არ ყოფილა მემორანდუმში და აჰა, გასაგებია, მე დარბაზთან გადავდივარ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ბატონი პავლე კუბლაშვილის პასუხი მოისმინეთ. კახა კუკავას გაეღიმა წეღან თქო, როდესაც საუბრობდით და რატომ ბადრი პატარკაშვილის სცენარის გამო გაგეღიმა თუ თქვათ უმრავლესობის. მე უბრალოდ ინგა მართლა დიდი მადლობელი ვარ ამ გადაცემის, იმიტომ რომ მე მგონი თელმა საქართველოს დაინახა დღეს ვის უნდა დიალოგი და ვის არ უნდა. და შედეგის გარეშეც რო არ დარჩეს ეს, მე მინდა გითხრათ, აქ ხშირად ისმის რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის აქციები, არ არის ნამდვილად მიზანი, როდესაც ხალხს მოუწოდებთ -5 გრადუს ყინვაში, იმიტომ რომ ეს ხალხი ხარ რაღაც ვირტუალური ის კი არის. ამ მიტინგებზე დადის მაგალითად დედაჩემი. 58 წლის ქალი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ არ ყოფილა არც ერთ მიტინგზე და ეხლა მოვიდა 13 იანვარს. მე არ მსიამოვნებს, როცა -5 გრადუსში ვეუბნები ამ 100.000 ადამიანს, რომ არ დაიშალოთ და არც ერთი ნაბიჯი უკან. ამიტომ ჩვენი ნაბიჯი გადმოვდგით. ყველა დამეთანხმება, რომ არის ძალიან ზომიერი მოთხოვნები. არ არის საუბარი იგივე არც თქვენი ლიდერის გადადგომაზე, არც სხვა რაიმე ისეთ მოთხოვნებზე, რომლის დაკმაყოფილებაც არის შეუძლებელი. ეხლა თქვენ უნდა გადმოდგოთ ეს ნაბიჯი. მე თქვენ ვთქვით, რომ 3 საათზეა ხვალ დიალოგი. 2 საათზე მოვალ პარლამენტის შენობაში. თქვენც მოდით. თუ ხვალ 2 საათზე მაინც იქნებით მზად, გითხრათ და საზოგადოებასაც გითხრათ, რომელიმე ამ გადაწყვეტილებიდან შესრულდა, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. ეს კიდევ ერთხელ გეუბნები. არ არის ჩვენთვის, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც, რომ ნებისმიერ ადამიანს პოლიტპატიმრებიო. ეს ისეთი მტკივნეული თემა არის ჩემთვის, როდესაც მე მირეკავს ამ 53 ადამიანის დედა ყოველ დღე და მე ანუ თქვენ საუბრობთ 43-ზე. დაბრმავდა მისი შვილს რაღაცა დაემართა ციხეში როდის იქნება. ანუ 43-ზე საუბრობთ, თქვენც 43-ზე საუბრობთ, ბატონო. რომელიც წარმოადგენდა ბატონმა გახამ ნამდვილად 53 ადამიანისგან, მაგრამ იმათგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 11 იყო საერთოდ გათავისუფლებული. დევნა გირაუა ამ იურიდიულ დეტალებზე რა გვინდა გავათავისუფლოთ ადამიანი რომელიც გირაუა და არა საქმე შეწყვეტა. აკარტის ღონისძიებებია შეფარდებული. ძალიან მოკლედ გავასრულო უბრალოდ ძალიან მოკლედ აი აქ გვეუბნებიან რომ აი მილიონი ფორმა იქნა გამოყენებული როგორ ჩაიშალოთ მოლაპარაკებები გეუბნებით ეხლაც ვართ მზად ამ სამი მოთხოვნიდან გითხარით როგორი არის თქვენი პოზიცია ხვალ 2 საათამდე დაგელოდებით თუ გინდათ 3:30-მდე დაგელოდებით და ჩვენ ვართ მზად რომ დანარჩენ 14 საკითხზე გავაგრძელოთ მოლაპარაკება და არც ერთ ამ 14 საკითხზე დიდი მადლობა დიდი მადლობა მე დარბაზისთვის უნდა დავიტოვო დრო ძანეთ ძალიან მოკლედ და ბატონ რამაზ კახამ შემოგთავაზა რომ ამ სამ საკითხთან დაკავშირებით იყოს პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ბატონ კახა დღესაც თქვი რამოდენიმე ჯერ და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არათუ მაგ სამ საკითხზე 17-ვე საკითხზე რომელიც არის ამ მემორანდუმში ხვალ თქვენ გექნებათ კონკრეტული პასუხი მაგრამ თქვენ არ გაინტერესებთ ეს 17-ვე საკითხი იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი რამ რაზეც შეთანხმებულები ვართ რაც მაგოფილდება აქედან გამომდინარე თქვენ უბრუნდებით რომ მოდის ჯერ 3 შემდეგ 14 არ გვინდა ესეთი დაყოფა მოდით ერთიანად ვიმსჯელოთ ამ დოკუმენტზე და ხვალ 17-ვე საკითხთან დაკავშირებით გეცოდინებათ კონკრეტული პასუხი დიდი მადლობა ბატონ რამაზ მე მინდა ძალიან მოკლე რეპლიკა მე უბრალოდ პალიკო მართლა დიდი პატივისცემით და მოგზაურობით მინდა გითხრა. შენ თქვი რომ ხვალ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. მე უბრალოდ 4 წელია ამ პარლამენტის წევრი ვარ და აცრილი ვარ უკვე ამ სიტყვებზე, როდესაც მეუბნებიან რომ მოდი შევქმნათ მუჩაჯგუფები, მოდი შევქმნათ კომისიები, მოდი გავმართოთ მსჯელობა, მე ვიცი ეს რასაც ნიშნავს. გვითხარით გადაწყვეტილება. მაშა უნდა
გოგოხსნათ პარლამენტარები ხართ უკაცრავად. მიდიან თუ არ მიდიან? რამჟამად უნდა გაიმართოს ამაზე? ხო იყო შეთანხმება რომ ძალიან კაფეოდ თქვი რომ ხვალ 17-ვე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იქნება წყალი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუ შეიძლება უნდა დავასრულო, ვიდრე მე ბოლო კითხვას დავსვამ მაგიდასთან, მანამდე დარბაზთან გადავდივარ. ბატონო რამას გააკეთეთ ერთგვარი ანალიზი ამ მოვლენებისა. იქ ბატონო 17-ში ერთ-ერთი საკითხია მერაბიშვილის გადაღება და ხვალ 17-ს დაგიკმაყოფილეთ. რა სიტყვით ამაზე? მითხარი ძალიან მოკლედ მერაბიშვილის გადაყენება ცნობილი. საკითხთან დაკავშირებით ხვალ ჩვენ არ ვაპირებთ რომ ეხა ვისაუბროთ იმაზე რომ თუ ვინმე არის თქვა ქურდული ასე თქვა ტრადიციების მატარებელი დაპატიმრებული და ამ სიაში არის მოღვაწე ამის გამო გავათავისუფლოთ ან სხვა რამეზე იყო საუბარი. არა, მერაბიშვილთან დაკავშირებით იხუმრა თუ რეპლიკა ქონდა? გზით უნდა ვიარო. კარგი, ბატონო პავლე, მერაბიშვილთან დაკავშირებით იხუმრა თუ რეპლიკა ქონდა კობა დავითაშვილს და მე მგონი მერაბიშვილის და ქურდული სამყაროს ავტორიტეტების თემა ბრძოლის თვალსაზრისით დაშკარად დაკავშირებულია და თუ ვინმე ითხოვს იმის გამო გათავისუფლებას მინისტრის რომ ის არის წარმატებული კრიმინალურ ავტორიტეტებთან ბრძოლაში ეს არის შეცდომა და ამათ უნდა ჩვენ არ გავიზიაროთ. კარგი, კრიმინალური ავტორიტეტი იყო ის ყველა კანონიერი ქურდი რომელიც საერთოდ ვერ ჭაჭადებს დღეს საქართველოში. ეს არის სწორედ ამ სტრუქტურის დამსახურება და შეეშვით სპეკულირებას იმ თემებით. ბატონო შენი აზრი მაინტერესებს. მოქალაქე ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წევრი ხარ. სანდრო გირგულიანის საქმის შემდგომ ვანო მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნა ეს პოლიტიკური მოთხოვნა, ეს არ არის ქართული ხალხის მოთხოვნა. ის მოთხოვნა როცა გამოქვეყნდა პირველად ამას ოპოზიციის წევრები აწერდნენ ხელს თუ მთელი საზოგადოება აწერდა. ახლა დაგიკმაყოფილებთ ხვალოდა. მე მესმის რომ ბატონ კახას უნდა რომ მაქსიმალურად დაუბრუნდეთ იმ თემას რაც გირგულიანის ტრაგედია შეეხება, მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე იმ თემას რაც შეეხება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლას და რაც შეეხება კანონიერი ქურდების. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მინდა მაგ თემაზე ვისაუბრო. ეს ქვეყანა არასდროს აღარ დაბრუნდება კანონიერი ქურდების ქვეყანაში. დიდი მადლობა. ბატონ რამას ვისაუბროთ იმაზე, როგორ დაიყვანა ბაჩო ახალება კანონიერი ქურდის ზუგდიდში. მე რა ის ქურდები როგორ გამოიყენა ირაკლი ოქროშვილი ზეწოლისთვის. თუ გინდა მაგაზეც ვისაუბროთ. ბატონო კობა, რა ოქროშვილი ზეწოლაზე, რამე ისეთი ინფორმაცია შეგიძლიათ გვითხრათ? რა? ოქროაშვილზე ზეწოლისას გამოყენებული იქნა ორი კანონიერი ქურდი, რომელიც თავის დროზე ბაჩო ახალაიამ წაიყვანა ზუგდიდში, აი სწორედ მისი წინამორბედი რომ მოხდეს. გახსოვთ აბანოში რომ წაიყვანეს კანონიერი ქურდი და ამ მოტივით რომ მოიხსნა მისი წინამორბედი. აი მან იგივე საქციელი ჩაიდინა. როდის? ამ მოვლენებამდე. ეს ორი ქურდი იქნა გამოყენებული ოქროაშვილზე ზეწოლის და რა ფორმით განხორციელდა ეს ზეწოლა? უკარისთვის, იძულებისთვის რომ ის ჩვენება შეეცვალა, არ გახსოვთ? არა, რა ფორმით განხორციელდა? საკანში შეუშვეს მასთან ზეწოლის მიზნით. აიძულეს? ცემეს ფიზიკური შეურაცხყოფა ქურდები, რითი დაემუქნენ? ეს არის ის კითხვები, რომელიც სულ ტრიალებს, რითი დაემუქნენ? იცი თქვენ ეს? არ ვიცი, მართლა გულწრფელად გეუბნები. ახლა გამიმეორო? არა, არ უთქვამს მას, როდესაც მუხარაზე ეკა ხოფერიასთან იყო იგი ეთერში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიუხედავად როდესაც ჰქონდა ჩართვა, როდესაც ეკა მას დაუსვა შეკითხვა, მას არ უთქვამს არაფერი ამ ზეწოლაზე. ძალიან თქვენ და თუ შეიძლება ძალიან მოკლედ. ძალიან კონკრეტული ფაქტია, ირაკლი ოქროშვილს მართლაც არაფერი არ უთქვამს, მაგრამ თელმა საქართველოს მიწით ეს განაცხადა მისმა ადვოკატმა ისიჩდა მეშვიდე საპროფილში, სადაც ზიან მარტო ან კანონიერი ქურდები, ან კრიმინალური ავტორიტეტები. იქ არზიან თანამდებობის პირები, მათთვის არის ცალკე საპროფილო. არა, ზეწოლის რაფორმაზე ზეწოლის საუბარი. დაკავშირებით ირაკლი ოქროშვილს არ გაუცხადები, მაგრამ მეშვიდე საპროფილში არზის არც ერთი თანამდებობის პირი, არც ერთი ფინანსურ საქმეზე დაჭერილი პირი. ზიან მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტები და მაშინ ჩასვლის ირაკლი ოქროშვილი. დიდი მადლობა. დარბაზ მოგცემ სიტყვას, მანამდე მინდა ბატონ რამას მოусმინოთ, შემდეგ ვალის ბაიას და გადავდივარ დარბაზთან. ამ მძაფრი დიალოგის მერე მადლობს და ალბათ ვეცდები რომ შეიძლება გამძაფრდეს უფრო, არ ვიცი. ბატონ ბალიკო, მე მგონი ერთი რამე მინდა რომ შეგახსენოთ. მე მგონი გვავიწყდება ხანდახან არგუმენტაციის დროს, რომ ნდობაა დაკარგული და ეს არ ეხება მარტო პოლიტიკურ პროცესებს და ხელისუფლებას. სასამართლო ხელისუფლებას ეხება უპირველეს ყოვლისა. ამიტომ ქურდების და იქ
სხვადასხვა სამართლებრივი საკითხებით ოპერირების დროს ჩდება ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური მოტივით გაკეთებული ოპერირება. ამიტომ არ გირჩევდით ამ თემებით ოპერირებას. სამწუხაროდ თქვენ დაკარგეთ თვითონ ნდობა ხალხისა, რომ ამ თემებზე საუბარში თქვენ ყოველთვის სამართლებრივ მას იცავთ პრინციპს და არა პოლიტიკურს. მე ხო კონსტატაციას ვაკეთებ, მეც არაფერს. ჩემ პირად დამოკიდებულებას საბედნიეროდ არა მაქვს. დამოკიდებულება ჩემი გამოცდილება. როცა სასამართლოებზე ვსაუბრობ, მე მგონი სულ ამ დარბაზში სასამართლოებზე საუბარი ნატოს დადგენილებით შეგვიძლია დავიწყოთ, როცა მანს მოითხოვა სასამართლოს დამოუკიდებლობა. ზოგადი ხასიათის ეს ვთქვათ განცხადება, მე მგონი სწორედ ამ დარბაზში, აქ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება იმოძრაოს სასამართლოს რეფორმების გზით. ხო, ესე იგი ჭირდება იმ სასამართლოს რეფორმა და დაანებება გაკეთა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ამას მხოლოდ სიტყვებისთვის არ ვამბობ. ეს არის რეალობა, ეს არის განცდა, რომელიც აქვს საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლებას და ბუნებრივია ამ თვალსაზრისით. დიდი მადლობა, ბატონი რამაზანი. რაც შეეხება საკითხს, რომელიც ინგამ დააყენა, მე სხვა რამის მეშინია. სულ და მე თქვენ სტუდიაში იყო რაღაც 7 ნოემბრის პროცესებამდე თუ პერიოდში გამოვთქვი ეჭვი, რომ არ ვიცი მიხვდება თუ არა ხელისუფლება ყოველთვის სწორი რა არის მისთვის სასარგებლო თქო. ვიმეორებ ამ ეჭვს. მე ის არ მაწუხებს, რომ მათ უნდათ თუ არა ეჭვი არ მეპარება, რომ მათ უნდათ საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ ყოველთვის სწორედ ხვდებიან თუ არა რა არის საუკეთესო, აქ მეპარება ეჭვი. და ყოველთვის ითვალისწინებენ თუ არა რისკის იმ რისკებს, რომელიც არსებობს, აქ მეპარება ეჭვი. ჩვენ გვერდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, არც თუ ისა დიდი ხნის წინ იყო ყირგიზეთის მოვლენები. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, რატომ ხალხმა პროტესტი გამოაცხადა ხელისუფლებაზე და ზომიერი ოპოზიციაც მოიშორა. და რეალურად პოლიტიკური ქუდის გარეშე დარჩა ხალხის პროტესტი და დაანგრიეს ყველაფერი, ბიშკეკი მიწასთან გაასწორეს ფაქტიურად. ამ ოპოზიციას, რომელიც დღეს პოლიტიკურ რეგულაციას ითხოვს, სანთელივით უნდა უფრთხილდებოდეს ხელისუფლება. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ასე განვითარდეს მოვლენა? თუ კი პროტესტი გადავიდა არა მარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართ პროტესტშიც, მაშინ ხალხი სტიქიურ ნაბიჯებს გადადგავს და სტიქიური ნაბიჯები ხალხის მხრიდან ყველა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე რამ არის. დიდი მადლობა ბატონ რამაზ, მოგცემ დარბაზ სიტყვას ლალის მოусმინოთ, შემდეგ ბაიას. რა სიტყვით თქვენ ლალი? მე ვცდილობ ობიექტური მიზეზი ვნახო გაწელილი დიალოგისა და თუ რატომ არ სრულდება ეს პუნქტები. მოგეხსენებათ სკოლაში, როდესაც დირექტორი არ არის, მასწავლებლები ბევრ რამეს ვერ წყვეტენ და მე ვფიქრობ დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას და იქნებ ამ დიალოგს მაშინ დაესვას წერტილი. დიდი მადლობა, ბაია, რა სიტყვით თქვენ? მე გეტყვით ერთს, რომ რატომღაც მეგონა მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა დაიწყო დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ ლევან თარხნიშვილის და თამარ კინწურაშვილის განთავისუფლებით, ესე დავარქვათ სახელი ამას, ხელისუფლება შეინარჩუნებდა ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმს. თუმცა ეს პროგნოზი არ გამართა. მე ამაზე ჩემი გაზეთის ფურცლებიდანაც ვწერდი ამ ერთი კვირის წინ. ეხლა მინდა გულწრფელად ვიკითხო თუ ამის საშუალება მაქვს, მაგრამ მუდმივად მესმის ოპოზიციის მხრიდან ამ დღეების განმავლობაში ესეთი რამ, რომ მათ დაპირდნენ თამარ კინწურაშვილის განთავისუფლებას და დაპირდნენ კონკრეტული პიროვნებები. იყო თუ არა ესეთი საუბარი? რაღაც მეჩვენება, რომ რაღაცები კიდე დაფარულია ჩვენთვის, თუნდაც მე. არა, ამბობენ ისინი ღიად, რომ იყოს თემები, რომელზეც არ საუბრობდნენ ისინი ჟურნალისტები. ეხლა მოვისმენე ბატონი პალიკოსგან, რომ ხვალ იქნება ამ საკითხზე მსჯელობა და თუ იყო შეპირება, როგორ იქნება მსჯელობა? იყო შეპირება, მოკლედ ზანეთ, მე ბოლოს სიტყვას თითოეულ თქვენგანს მოგცემთ, უბრალოდ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ის, რომ იცვლება სამეურვეო საბჭო და ეს პროცესი დაწყებულია, ეს არის სწორედ ამ შეთანხმების ჩვენ კონკრეტულად კინწურაშვილზე რომ სამეურვეო საბჭო გამოიცვლებოდა და ახალი სამეურვეო საბჭო აირჩევდა გენერალურ დირექტორს. ბუნებრივია, სამეურვეო საბჭოს გარეშე ვერავინ გენერალურ დირექტორს ვერც გაათავისუფლებს, ვერც დანიშნავს, აქედან გამომდინარე. ეს პროცესი
მიმდინარეობს და მე ვფიქრობ რომ აქ შეხება დიდი მადლობა. ვიდრე ჩვენ სტუმრებთან მე დავსვავ სულ ბოლო უпростоით მივცემ სიტყვა შეჯამებისთვის მინდა მოусმინოთ დარბაზ გისმენთ ის რომ იქნება ფონი ქაოტურობისა და არასტაბილურობისა არ ამგონი ეს თლად კარგ სახარბიელო იყოს ამიტომ როგორც ოპოზიცია მასიურ უმრავლესობამ საერთო პირობების საფუძველზე უნდა შეეთანხმდეს რადგან აშკარად არის ამის საჭიროება არ შეიძლება პროცესები მუდმივად მიდიოდეს აქციამდე, მუდმივად იყოს ასე. ცუდია აქციები? მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. არ მაქვს აქციებზე, მაგრამ ეს პერმანენტულ სახეს იძენს ხოლმე და ნუ არ არის თლად კარგი. კარგი. და ერთს დავამატებდი ჩემთვის როგორც ჩამორჩევლისთვის ამ ეტაპზე უმთავრესია სწორედ ის რომ მომავალ 150 კაციან პარლამენტში წარმოდგენილი იქნას ჯანსაღ საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი რომელიც გიერთდებით ამ თქვენს სურვილში ასე ვთქვათ იმიტომ რომ ძალიან ისეთ უცნაურ განცხადებას გავაკეთებ არ ვიცი ეს ჩემზე როგორც ჟურნალისტზე მეტყველებს სუდა თუ პოლიტიკოსებზე ძალიან ბევრი დეპუტატის გვარი დღემდე ვერ დავიმახსოვრე არ ეს არის ჟურნალისტის მინუსი თუ იმ დეპუტატის რომელიც პარლამენტში ზის ასე რომ მე გიერთდებით და 1-2-ზე ამას წინათ ისე მომდის ახლა ძალიან შინაურულად საუბრობ თითქოს მაგრამ როდესაც მითხეს რომ იყო პარლამენტის წევრი ძალიან დავიდე პირადად მე მივესალმებოდი არაოდიზური პერსონების წარმოჩინება კარგი დიდი მადლობა კანონშემოქმედ პოლიტიკოსებს იურისტებს დიდი მადლობა კარგი დიდი მადლობა გისმენთ მოგესალმებით ქალბატონო ინგა მე მთელი ამ საღამოს განმავლობაში ვუსმენთ ორივე მხარის გამოსვლას მათ აზრს და დამებადა აი ესეთი აზრი და იდეა. ჯერ პირველ რიგში ვიზიარებ ქალბატონი ფიქრიას აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენც ვითხოვთ საზოგადოების რიგითი წევრები გამჭირვალი არჩევნებს. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ. ვის ვირჩევთ, ვის ირჩევს ხალხი რეალურად. ყოველგვარი ტყუილის გარდა. დიდი მადლობა. ეს იქნება სწორედ ის ბოლოს შეკითხვა, რომლითაც მე დავასრულებ დღევანდელ გადაცემას. გაეცით პასუხი, დაიწყეთ ქალბატონო ფიქრია. გაგვაგებინეთ ვის ვირჩევთ. საზოგადოებას რა თქმა უნდა გავაგებინოთ ვის ვირჩევთ პოლიტიკოსებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაწევს მთელ ამ პროცესებთან მიმართებაში მე ვფიქრობ რომ საზოგადოების გაზრდაზე როცა არის ლაპარაკი დემოკრატიული თვალსაზრისით ვერაფერი ვერ გაზრდის საზოგადოებას ვერც მრავალწლიანი კულტურა ვერც მრავალწლიანი და საუკუნოვანი სარწმუნოება დემოკრატიული თვალსაზრისით თუ ერთხელ არჩევნები არ ჩატარდა დემოკრატიულად ქვეყანაში ჩვენ ვიცით ყველაფერი დედამიწის ზურგზე მართლაც ძალიან ძლიერი ქვეყნის ძლიერი მოქალაქეები ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ არასოდეს არ მიგვიღია მონაწილეობა დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში და შესაბამისად, აქედან გამომდინარეა, რომ არ ვიცით ხოლმე რას ვირჩევთ, როგორ ვირჩევთ, ვინ ირჩევს და მე ვინ წყვეტს ყველაფერს ამასთან დაკავშირებით. და ერთი პატარა აი ფრაზით მინდა დავასრულო. დღეს რეზონანსში იყო ლიტველი ქალბატონის წერილი გამოქვეყნებული. მე ვიცნობ იმ ქალბატონს არც ის ვიცი. რას წარმოადგენს? უბრალოდ ერთი ფრაზა მომხვდა ძალიან გულზე, ამოვიწერე კიდეც, მინდა წაგიკითხოთ. ლიტველებს უყვართ ფიქრი, მოლაპარაკება, თუ რა უნდა გაკეთდეს. შემდეგ ისევ ფიქრი და უკვე შემდეგ ყველაფერი შეიძლება სწრაფად და კარგად გაკეთდეს. მე უსურებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისაგან მოვითხოვ ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მზად არის ამისათვის, რომ ვიფიქროთ რა არის ჩვენი ქვეყნისათვის უკეთესი, რა არის ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და აქედან ამოვიდეთ უპირველეს ყოვლისა. საზოგადოებისათვის არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალები ან რომელი პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი პარლამენტში. საზოგადოებისთვის აქვს მნიშვნელობა როგორი ქვეყანა იქნება ხალხსაკრებულო და ეს ყველა ჩვენთაგან. ეს იყო ფიქრია ჩიხაძე, სულ რამდენიმე წუთიანი ჭრა და ბოლოს მოусმენ დათო ტყეშელაშვილს, პავლე კუბლაშვილს და კობა დავითაშვილს. არ გადართოთ, დაგვევიდეთ ძალიან მალე ეთერში ვართ. ჩვენ ვართ სულ ბოლო ბლოკით, გადაცემის ბოლო ბლოკით ეთერში, უпростоრეთ ვაძლევს სიტყვას დავით ტყეშელაშვილს, პავლე კუბლაშვილს და კობა დავითაშვილის შეფასებებისთვის. ბატონო პავლე, დაასრულეთ თქვენი ბოლო განცხადება ამ ეთერში.
მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს მდგომარეობს სწორედ დიალოგში და დიალოგის გზით ამ პრობლემების გადაწყვეტაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველა ის მოძრაობა, ყველა ის განცხადება, რაც შეიძლება იყოს ამ დიალოგის საწინააღმდეგო, რამაც შეიძლება დაბადოს ეჭვები თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელია. ეს ყველაფერი მხოლოდ შედეგებს აზიანებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლაც ბოლომდე უნდა ვიყოთ ამ დიალოგის პროცესში ჩართული. აქ იყო საუბარი, რომ თითქოს რაღაც ძალიან გაიწელა ეს პროცესი და ასე შემდეგ. არანაირად გაწელვაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილებები ხვალ გახმოვანება თუ რომელ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას და რაზე არის მიღწევადი შეთანხმება და აქედან გამომდინარე წინასწარ რაღაც ფონის შექმნა ამ საკითხის ირგვლივ მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ შედეგებს დააზიანებს. დიდი მადლობა. ყველა ჩვენ ოპონენტს, რომ ბოლომდე იყვნენ ამ დიალოგის რეჟიმში. დიდი მადლობა, ბატონო კობა, გისმენთ. დიალოგი ხდება ძალიან პროდუქტიული, როდესაც დიალოგის მაგიდასთან გარედან ისმის ხალხის ხმა. ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ყოველთვის, როდესაც ეს არის აუცილებელი და ხალხი უნდა გახდეს დიალოგის უშუალო მონაწილე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ხმა ბევრ საკითხს დადებითად გადაწყვეტს. დიდი მადლობა, ბატონო დათო. მოდით ესე ვითვლი. ჩვენი ამოცანა ყველასი ერთად უნებრივია ვიაროთ შეთანხმებების გზით, ვიაროთ იმ გზით, რაზეც ყველანი აქ საუბრობდით შესაბამისი გარემოს შექმნაზე საპარლამენტო არჩევნებისათვის. გარემოში ბუნებრივია ერთი რამე გულისხმობა. შევძლოთ ყველამ ერთად ჩავატაროთ თავისუფალი, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ყველას ამოცანა, როგორც პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, ასევე პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების. აქ შეიძლება ვინმეს ამოვარდნად მოეჩვენოს ეს თემა, მაგრამ ერთი რამე უბრალოდ უნდა ვთქვა. ჩვენი ამოცანა, რომ სწრაფად დავასრულოთ შეთანხმების პროცესი, რათა წავიდეთ ნორმალური არჩევნების ჩატარების გზით და პირველ რიგში დავფიქრდეთ იმ გამოწვევებზე, ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის საგარეო საფრთხეებზე ვსაუბრობ იმ საფრთხეზე, რომელიც აი პრაქტიკულად კარს არის მომდგარი, გულისხმობ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი კონკრეტული ტერიტორიის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე და შემდეგ საფრთხეები, რომელიც ამის გამო შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში და შემდეგ. ამიტომ ჩვენი ამოცანა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიალოგის გზით მივიდეთ შეთანხმებებამდე და ყველა ერთად მოემზადოთ არჩევნებისათვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პასუხები გავცეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე აუცილებლად გვინდა ეს თუ არა სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი იყო დღევანდელი მთავარი თემა ჩვენს ტოქ-შოუში. მე ძალიან დიდი ხანია უნდა ვაღიარო ასეთ ტონალობაში დებატები აღარ წამიყვანია. მისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩემს სტუმრებს, რომლებმაც მოგცეს საშუალება, რომ ყველას გამოეთქვა თავისი აზრი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებდით მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. ხვალ არის ძალიან საინტერესო დღე. ვნახოთ ახლების და მრეწველების გარდა აღმოჩნდება თუ არა ნინო ბურჯანაძესთან მოლაპარაკებაზე ვინმე სხვა ოპოზიციიდან, გულისხმობ ეროვნული საბჭოს რომელიმე წარმომადგენელს. ბატონი პავლე კუბლაშვილი კი მთელი საღამო ამტკიცებდა, რომ არ დაიცადა ოპოზიციამ, თორე ისინი ხვალ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებების მომსწრენი გახდებოდნენ. ახლა კი რაც შეეხება ინტერაქტივს, ჩვენს მიერ დასმული იყო ასეთი შეკითხვა: მიდიხარ თუ არა, წახვალ თუ არა 15 თებერვალს მიტინგზე? პასუხები 100 არის გადანაწილებული, 43% ამბობს, რომ კი, 55% კი ამბობს, რომ არა. ასეთი იყო ინტერაქტივის შედეგი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ. ნახვამდის.